არა, სერიოზული პოდკასტი. სალამი ჩემო ოქროება, პოდკასტი არასერიოზული ისევ და ისევ თქვენთან ერთადაა, შეგახსენებთ არხის გენერალური სპონსორი. კონტენტის წარდგენი არის აჯარაბეთი. დღეს ძალიან საინტერესო სტუმარი მყავს. სოფო დარბაიძეა ჩემთან. მოგესალმები, ჩემო კარგო. წეგან შემოვიდა უთხარი ბარემი ქვიჭო რაოც მეთქი. ესე უთხარი, ხო და როგორ ახარ ჯერ ეგ მითხარი? გადასარევად. დღეს განსაკუთრებით ცოტა არასერიოზულ ხასიათზეც და მოვერგე სათაურს. აკრას არასერიოზულ პოდკასტში არასერიოზულ ხასიათზე. თუმცა სერიოზულ თემებზე მოდი ესე გეტყვი. მე მაქვს რაღაცეები, ხო? როგორც შენ გულს გაეხარდება. მე მაქვს რაღაცეები, რაც მაინტერესებს. სფერო, რომელსაც დღეს შევეხებით. ალბათ ხვდები არის ტურიზმი და არ იქნება კარგვა, თუმცა შეიძლება კარგვისკენაც აგვიღოს ვაფშე არ მაქვს პრობლემა. ამ სფეროზე დიდად მეც ვერ ვერკვევი, თუ ვინმე ვერკვევი დააკომენტარეთ, ხო და ამ სფეროზე ბევრი არ მისაუბრია, 6 წელია ეს პოდკასტი არის, მაგრამ არ მახსენდება რომ რაღაცა აი ფუნდამენტალურად ჩამეშალა შიგნით რა არის, შიდა სამზარეულო რა ერთი სიტყვით. ძალიან ხშირად უყურებ ხოლმე შენ ვიდეოებს, რომელიც ეხება ძირითადად პრობლემებს. სფეროს პრობლემებს, აფერისტებს, როგორ იტყუებიან ხოლმე, როგორ ახდევინებენ სიტყვაზე ბევრს და არ არის მაგდენი საჭირო, ასევე რჩევებს ხოლმე, სად ურჩევ, როგორ ურჩევ. როგორც ვიცი პირველ რიგში არის შენი ტურისტული Milky Way ქვია, ხო? თუ სწორად. Milky Way travel-ია. ეს არის ტურისტული სააგენტო. კი, ტურიზმი, სუფთა ტურიზმი, ანუ არაფერი იმის იქით. არაფერი იმის იქით. დიდი ხანია არის? 2011 წლიდან. უიდედა. ასე იძახა. უბრალოდ თავიდან სხვა სახელი ერქვა. მარტო შიდა ტურები იყო და შესაბამისად ერქვა საქართველოს გარშემო. ლოკალური თემა იყო რა. კი, და მე პროფილი რო შევიცვალეთ, შესაბამისად სახელიც ახალი გახდა მოსაფიქრებელი და გამოგერ სახელია რა გინდა. კი, ხალხს გონია რომ შოკოლადის სახელი გვქვია და არა ხალხო, არ წახვიდა. არა და მე და ჩემს საყვარელ პოეტს ერთი ეგ გვაქვს საერთო რა. გალაქტიონი გევასება. კარგია. ხო და აი რაზე მინდა ვილაპარაკოთ რა. პირველ რიგში ვაფშე ადამიანმა თუ გადაწყვიტა, აი ხა ჩემი ახლობლები არიან ვიღაცები რაღაცებს უბერავენ სიტყვაზე, ტურისტულ და აბრაზნი რაღაცებს რა წლებია. რამდენად რთულია ადამიანმა რომელმაც გადაწყვიტა, რომ აი ხა მე მინდა ტურისტული გავაკეთო, შედგა სამ სფეროში ფეხი. რა არის ამისთვის საჭირო? კონტაქტები. მარტივესია. აი რატოა უმარტივესი? ამაზე მარტივი სფერო მე მგონი არ არსებობს ჩვენს რეალობაში ოღონდ. ეხლა ესე პროფესიონალურად რო შევხედოთ, არ არის მარტივი და ძალიანაც რთულია. მაგრამ საქართველოს რეალობიდან გამომდინარე არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი. ამიტომ ვისაც სადმე ფეხი დაუცურდა, ვინც საკუთარი თავი სადღაც ვერ იპოვა, ყველა მოდის ბოლოს ტურიზმის ბიზნესში და ალბათ ამ ბიზნესს ამიტომ აქვს ესე ვთქვათ დარხეული. მოდი ცოტა ჟარგონულადაც და რაღაცა ესეთი და რომ დაკომპლექტებია არა პროფესიონალებით? კი, არა პროფესიონალებით და თან ყველაზე საინტერესო რაც არის, რამდენიმე მიზეზი აქვს ახლა ამას რატო არის მარტივი. ერთი იმიტომ რომ მარტივად ხდება ტურისტული ფირმის დაარსება, მიხვალ მაპატია ჩაგეკითხები, მარტივი ლოკალური ტურიზმი თუ ქვეყნის გარე ტურიზმი? ნებისმიერი, ანუ საქართველოს სივრცეში ტურიზმში რო ფეხი შედგა არის ძალიან მარტივი. როგორც ბიზნეს მოდელი. გინდა გამყვანი თქვი, გინდა ადგილობრივი თქვი, ანუ ნებისმიერ კონტექსტში ტურიზმის კეთება რო დაიწყო არის უმარტივესი. მე რამდენად წარმატებით გააგრძელებ ეგ ცალკე საკითხია. ცალკე თემაა. მაგრამ რო შემოხვიდე მარტივია რა, ამიტომ ძალიან ხშირად გადიან და შესაბამისად ეს ყველაფერი ძალიან არყევს ამ ბიზნესს და საბოლოო ჯამში ეს არის მიზეზი იმისი, რომ ტურისტულ ბიზნეს სახელი ძალიან გატეხილი აქვს შიდა ბაზარზე ყოველ შემთხვევაში და ყველა თუ კი ვინმე რაღაცას ჩალიჩობს, თავისთვის ურჩევნია რომ გააკეთოს რაღაცა, ვიდრე მომსახურების გამწევს მიმართოს რა. ერთი მიზეზი როგორც თქვი და დავიწყე არის ის, რომ ძალიან მარტივია შეპესი და არეგისტრო და საერთოდ შეპესიც არ გჭირდება. საქართველოში მომუშავე ტურისტულ ბიზნესებს საერთოდ არც აქვთ არანაირი იურიდიული ფორმა რა. ესე მე პეიჯი გააკეთე და რა პრობლემა არის? საკუთარ პირადან გარის რა პრობლემა. მე დღეს განახტერები ხო ხდებიან ადრე თუ გვიან ამ. იმ ხელა შემოსავალი ვერ ექნება, ანუ ნახე, საქართველოში ტურისტული კომპანია იმაზე მეტი მგონია რომ არის, ვიდრე რეალურად ტურიზმის აი მართლა ვაგდო და ეცემა ტუროპერატორს. ოღონდ ტუროპერატორს ჭალებში, იმიტომ რომ მე ყოველ შემთხვევაში ამ ბიზნესში არავინ არ მინახავს სუფთა პროფესიონალი, ანუ ეხლა სუფთა პროფესიონალს რას გულისხმობ რა. ადრე ჩემი ლექტორი გვიყვებოდა ხოლმე მახსოვს, რომ
რაღაც ეხა კარგად არ მახსოვს ეს დეტალურად, მაგრამ ვიაგრას შემქმნელზე ამბობდა ხოლმე, ხუმრობდა ხოლმე, რომ აიო ვიაგრას შემქმნელმაც დიდი ფული შოვაო, მაგრამ შემთხვევითო რა, ვაფშე არ აპირებდა ვიაგრას შექმნას და გაუარდა რა, რაღაცნაირად გაარტყა და რაღაცა ის, ხო და ესია რა ამ სფეროშიც და შესაბამისად რთულია მე მან რაღაცების რა გულნათკერი ამბობს. ტურიზმს საქართველოში ახლა მართლა ერთადერთი ვისაც ვიცნობ ახლა მოდი არ დავიწყებ ზედმეტ საუბარს ვისაც ვიცნობ ისე რომ განათლებითაც ტუროპერატორი იყოს და ტურიზმი კონდეს დამთავრებული ერთადერთი მე მგონი მე ვარ ანუ მე სხვას არ ვიცნობ ყოველ შემთხვევაში არავის არ გაუსვია ხაზი იმისკენ რომ აი მეც ძირთად არიან სხვა რა ვიცი იურისტები ფილოლოგები, ისტორიკოსები, ისტორიკოსები კიდე მეტნაკლებად რაღაცა კუთხით დაკავშირებულები არიან რა და it's okay, მაგრამ აი რა ვიცი, ვერ შემდგარი იურისტი რო ტურიზმში მოდის. ან საშუალო სკოლა დამთავრებული, რა ვიცი ხა, თუ კონკრეტული სახელების ხსენება პრობლემა არ იქნება, ეხა შალვა ბოლოთაშვილი არის ქართული ტურიზმის სახე, ხო? ანუ როგორი წარუმატებელია საქართველოში ტურიზმი, მაგით შეგვიძლია მივხვდეთ, რომ აი ბოლოთაშვილები რო არსებობენ, აი არანაირი არა. კომისია არა ვარ როგორც ვიზე ამბობს. წარმოდგენ არ მაქვს. ხო, მოკლედ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესია, მეგონი. ანუ აი შატილის ტრაგედიის ამბავი უკავშირდება. ვერტალიოტის. არა, მანქანა რო გადაყირავდა და 18 ადამიანი შეიწირა. ბევრი მსგავსი кейსი ვიცი მაგზებზე, შეიძლება 18 ადამიანი ხო არ მახსოვს ზუსტი кейსი, მაგრამ 2 ადამიანის გარდა ყველა დაიღუპა, მეგონი, თუ სწორად მახსოვს რა. ხო და ანუ რატო ეხა მე ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ არ მინდა რომ ვიღაცებს რაღაცები დავაბრალო და რა თქმა უნდა შემთხვევაა და ყველა შეიძლება დაემართოს რა. უბრალოდ იმის თქვა მინდა რომ ამ ტრაგედიამდე, ამ ტრაგედიის მერე ეს ადამიანი ციხეში მოხვდა და ამ ტრაგედიამდე ყველაზე წარმატებული ტურისტული კომპანიის მფლობელი იყო. და რატო ახსენე? ერთი მეორესთან რატო დამეჩემ? იმიტომ რომ ამ ადამიანს არანაირი ცოდნა არ აქვს რეალურად როგორ უნდა კეთდებოდეს სწორი ტურიზმი რა. უბრალოდ კარგ დროს, კარგ ადგილას აღმოჩნდა, ეს იყო სუპის პერიოდი. აი რაღაცა ერთი პერიოდი სუპის პერიოდი რა პერიოდი? სუპის პერიოდი რა თქმა უნდა. სუპი რო არის. სუპი მე სუპიო, მე თქვი სუპი რა. სუპი და ჰოცელი და ეგ ეკოფა რა, ყველა რო დაბადების დღეს რო ისე არის ხდიდა რომ 2010-იანები სადღაც. ხო, აი ზუსტად ანუ Milky Way და შალვა ბოლოთაშვილი პრაქტიკულად ორი კომპანია იყო, მაშინ იყო ხომ შიდა ტურებზე ესე რომ ველოსიპედის ძეგლიდან გავდიოდით ყველა და თუ ვინმე მახსოვს, ეხა მე ბევრი ვიღაცები გაიჩითნენ ესე ვთქვა და ყველამ დაიწყო, მაგრამ აი ოდიდან 2010 წლიდან რაც იყო ის რომ ეს ორგანიზებული ტურები საქართველოში დაიწყო, ერთი ჩემი მიკროავტობუსი დგებოდა ხოლმე, მეორე ბოლოთაშვილის რა. იქიდან დაიწყო ადამიანმა, იქიდან სულ პრობლემა ქონდა, ხშირად იყო ხოლმე რომ ერთხელ ეგეთი ინციდენტიც ქონდა, კინაღამ მცემეს მის გამო, იმიტომ რომ როგორ თემა იყო, იცი რომ ველოსიპედის ძეგლთან რომ მოდიოდი, ხა ბანერები და რაღაცები არ ქონდა ხოლმე რა. ეხა ცოტა ისეთი ფუფუნება იყო 2010 წელში დაგებიჭდა და შენი ლოგო ქონოდა და ასე შემდეგ და მოკლედ შალვას თემა იყო ის რომ სუპზე ხანდახან იმაზე მეტ ადგილს ყიდიდა ვიდრე ფიზიკურად ქონდა და მოადგებოდა ხოლმე მე დილით 7 საათზე მაგალითად 200 კაცი და 40 ადგილი ქონდა მარტო მარშრუტში. და მე ეს პირველ 40 შეყრიდა და დაიწყო ტური, მაგრამ დანარჩენი 80 კაცი ან 120 კაცი რჩებოდა ხოლმე ისე რა და ერთხელ ეგრე იყო რომ ისე მოხდა რომ მე ჩემმა მგზავრმა დააგვიანა რა და ეს გავიდა ამ ორი მიკროავტობუსით და დატოვა ის დანარჩენები და ეს ეტაპობრივად ხომ მოდიოდნენ და მე რომ ხვდებოდნენ ჩემზე მოდიოდა აგრესია რომ თქვენს ვითომ იმ კომპანიის წარმომადგენელი ვიყავი და რომ ვეუბნებოდი რომ არაფერი კავშირი არ აქვს კაცო არც უპზე ვარ საერთოდ არ ვიყავი არასდროს რა ძალიან პატარა მონაკვეთი იყო და მალევე დავანებე თავი იმიტომ რომ ეგ ცალკე საშინელება იყო ხო და იმის თქვა მინდა რომ სადაც ეს ადამიანი არის და დღემდეა გამოვიდა ციხიდან და რა ვიცი ხა მე გამიხარდა რატო არა ადამიანი არავინ არ მემეტება ციხისთვის და ცუდი ამბებისთვის რა. უბრალოდ ანუ რატო ვახსენე ხა რა, რომ საზოგადოება ჩვენთან ისე არის, რომ აი სულ ერთია მათთვის ვისთან იყიდის ტურს რა. სულ ერთია რა ბექგრაუნდი აქვს, რა კარგიან, რაც ან თავარი არის ღირებულება. შემომთავაზებ გიორგი 5 ლარით ნაკლებს ან 15 ლარით ნაკლებს მე მოვდივარ შენთან. კაპადოკიის ტურები დავიწყე და დავამთავრე ერთ თვეში ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო რომ 30 ლარით ძვირი ღირდა და 300 ჯერ უკეთესი პროდუქტი იყო ვიდრე ვიღაცის ვისიც 30 ლარით ნაკლები ღირდა და ვერ ყიდიდი. ამიტომ სამი ჯგუფი მოვატარე ანუ ეგეთი მიზერული სხვაობაც კი იძლევა ეგეთი. ანუ იმ სეგმენტისთვის ახლა წარმოიდგინე კაპადოკიაში რა სეგმენტი დადის ხო? ანუ ძალიან ხელმოკლე ნაწილი საზოგადოების რომლებსაც აი ხშირად იყო ხოლმე 350 ლარი ღირდა ტური და ადამიანები გვიკომენტარებდნენ რომ მათი ოცნება იყო. ანუ წარმოიდგინე რა სეგმენტი დადის რომ 350 ლარი არის სერვისი არის მისთვის ოცნება.
ну დღესაც ეგრე ხა 500 ლარიან ტურებზე წერენ ხომ ჩემი უცნებაო, მაგრამ ანუ იმის თქვა მინდა რომ ეკონომიკური ხო ამ რეალობაში ვართ რა. ამიტომ ის 30 ლარი ვიღაცა ფიქრობს რომ ლახათ ლუხუმებს იყიდის კაცო იქ 30 ლარად და მიდის იქ და ამ დროს სად მიდის წყილებიან სასტუმროში, რა ვიცი ბაყაყები რო აუზში და რაღაც სასწაულ ადგილას რა და ვერ შევძელი რომ ამ ადამიანებისთვის როგორ გითხრა ღირებულება დამენახებინა რა იმისი აი 30 ლარით მეტი რატომ და გადაეხადათ და ну ვიღაცებს ვანახებდი და მაგის მაგალითია ის რომ რა ვიცი ხა სადღაც 200 ადამიანი მოვატარე ბიზნეს შევძელი ესე ვთქვათ მაგრამ უკვე დარეკვის მომენტი რო ანუ თუ მირეკავდნენ ვაწყვეტინებდი კიდე საჩემოთ მაგრამ ხა თუ არ ეკავს და პირდაპირ სკოლას იმიტომ რომ 30 ლარი ძვირია ხა რა უნდა უყო იმას ხო მაგ შემთხვევაში ის ამბავია აი სიტყვაზე მე ვიყიდე გიორგისთან 30 ლარით ნაკლებად ბილეთი წავედი და ვიყავი რწყილებიან სასტუმროში ჭამე ძველი პური და კაბადოკიაში ისე დროს ჩავედი რომ არაფერი არაფრინდა ანუ პროსტა ვნახე კაბადოკია არაფერი არაფრენილა მოვდივარ გულდაწყვეტით და ვფიქრო ბიჭო ხო ჩავიკუკე ხა მე 350 რომელიც გადავდე 40 ხელფასიდან მოვაკელი შვილებს იმას ამას და წავედი და ჩავიკუკე მე ფიდბექის სახით ეგეთიპებს არ ერხევათ? სხვა შეიძლება ძალიან ინდობს საზოგადოება იმ ხალხს, ვინც ია პროდუქტს ქმნის. ანუ მაგას დავაკვირდი მე ზოგადად და ძალიან აი საინტერესო რაღაც თქვა. ხო, ანუ ინდობს, იმიტომ რომ იცის რომ მან შინაგანად ხა იცის რა. აი ხა მაგალითისთვის ჩემი საუკეთესო მეგობრები გაყვნენ ბოლოთაშვილს კაბადოკიის ტურზე. და 8 კაციან მინივენში ისხდნენ 12 კაცს თუ რაღაც, ანუ კალთაში ესხდნენ, ანუ ჯერ კაბადოკიაში 32 საათი შენი ადგილი რო გაგდა კომფორტულად ხარ რა. ვინც არის ძალიან შორსაა ხალხო, ანუ სვეჩი. და მე წარმოიდგინე 8 კაციან მინივენში რომ 12 კაცს ვსვავ. ნუ ეს ჯოჯოხეთი ხო გაიარეს. მაგრამ აპატიეს იმიტომ რომ იაფი იყო? აპატიეს იმიტომ რომ იაფი იყო და ნუ საბოლოო ჯამში რავი ალბათ იღბლის ამბავიც მგონია, იმიტომ რომ მართლა პატარა შეცდომას არ პატიობს ადამიანი რა. ხო, მე იმიტომ მიგხვდები. და აი პატარა რაღაც, აი კომუნიკაციაშიც რა, რაღაცა რო ისე ცოტა უხეშად მომივიდეს რო უპასუხო ადამიანს, всё, ჩიპ ტრეველში ვარ გამოჭიმული რა. ეხა ეგეთი შემთხვევა. ტრეველი რა არ დამაწია? რაღაც დიდი ჯგუფია ქართველების გაერთიანების. არა, ხო, რა. სადაც განიხილავენ ტურისტულ საკითხებს. ამბებს განიხილავენ და ბევრჯერ მოუხვედრილი ვარ ესე გამოდებული პოსტით, რომ აი სოფო მაგალითად ხალხს დასცინის ან რაღაც. ანუ ამ დროს ეხა ეს ძალიან ხომ ხომ ცოტა ირონიული პოსტები რა ვიდეოებშიც ანუ მე მგონია რომ ქართულ მომხმარებელს სულ ორი რაღაცით შეიძლება ქართულ ადამიანზე ზემოქმედება მოახდინო რა ერთი არის რომ დააჯარიმო ამიტომ ჯარი ანუ რაღაც აი მაგალითად აი სახელმწიფოს თუ უნდა რომ პრობლემა გადაჭრას თანაგვიანების დაიწყე ჯარიმები, ანუ რეალურად ხო არ ნაგავზე, მაგრამ არავინ არ გვაჯარიმებს, ხო? დაიწყე პირველი დააჯარიმე და ნახავ როგორ გასუფთავდება მთელი ქალაქი. ერთი ეს არის ჩემი აზრით და მეორე არის ის რომ რაღაცნაირად ცოტა უნდა შეარცხვინო რა, ცოტა უნდა დაანახო ის რომ აი ტეხავს რა ესეთი რაღაცა რას შენაკეთებ და ეგეც ძალიან მუშაობს რა ჩემი დაკვირვებით, ეხლა 13 წლიანია დაკვირვება მაგ და მე მგონი ეხლა დამეჯერება. ნუ ეს ორი რაღაც დავაფიქსირე, მე რაც სწრაფად ეხლა სხვა რაღაცებიც არის, რასაც შედეგი და ეფექტი აქვს, მაგრამ აი სწრაფად ესენი მუშაობს რა, იმა და ცოტა უნდა შეარცხვინო რა, მიახვედრო რომ აი რა არის ხა ეს, ხო? ამიტომ ამ кейსზე არის მუშაობა მაგ მოდელმა? რომელ кейსზე? აი ესე რომ ტეტილებიან სასტუმროში რო დადის ხალხი და მაშინ არისო, ეს არის ძალიან ძველი ამბავი რა. მაშინ ძახერ სოციალური მედიის თემა ეგრე არის. ესეთი მობილური ავიღე და ვისაუბრე. სხვათა შორის შალვას საიდუმლო იყო მაგაში რა, რომ ის ჩვენ რას ეხა ვაკეთებთ აკეთებდა 10 წლის წინ. აიღებდა ტელეფონს, რა ტელეფონიც იყო, რა ხარისხიც ჰქონდა, რა ხმაც ისმოდა და სულ ლაივში იყო. ამიტომ მე მგონია რომ მისი წარმატების გასაღები იყო ეგ რა. ადამიანები მარტო იმ პერიოდში შალვას ხედავდნენ. დღეს ეს შეუძლებელია შენი ძახი, იმიტომ რომ ფიდბექი მყისიერია უკვე. ხო, რა, შეუძლებელი შეიძლება იმდენად არა, მაგრამ ანუ იმაზე ძალიან ანუ უცებ ერთბაშად თან ნუ ისიც იყო რომ იმ პერიოდში ძალიან ბუმი იყო ამ ჰოთსეილების და სვუპების. დღეს ეგეთი პონტები აღარ არის ვაფშე? თუ არსებობს ეგეც არ ვიცი, იმიტომ მეც იმ წლების მე არც მსმენია საერთოდ. რაღაც სეგმენტი ალბათ ისევე მანდარი, იმიტომ რომ ეხა ეგ რა დროს გჭირდება, ხო? როცა შენთვის ხარისხზე მნიშვნელოვანი ფასია. ჩემი აზრით რა. ნუ ეგრე იყო, მაგას ემსახურებოდა. ხო, ანუ ეხა რა ვიცი, ყველანი დავდიოდით რაღაცა მახსოვს, ეხა რო სტრადა ამარჯანიშვილზე მაგის ქვემოთ იყო ხოლმე, რაღაცა მიწის ქვეშ, რაღაცა რესტორანი და ყველა მან დიხდი და დაბადების დღეს, იმიტომ რომ სუპზე 80 ლარი ღირდა. რაღაცა ის რა. ხო და
მაშინ ხა თან იმ ასაკობრივი კატეგორიისთვის რა, იქ ცოტა ასაკობრივი კატეგორიაც არის ხა, საშუალო და მაღალი ასაკობრივი კატეგორიის სუპზე არც მაშინ ყიდულობდა და არც დღეს არ ყიდულობს. ნუ მასიურად იყვნენ ახალგაზრდები და მოგზაურობითაც ეხა მაინც ახალგაზრდები მოგზაურობდნენ რა. ამიტომ ძალიან ის იყო შედეგიანი იყო ის სუპზე. ხო, მაშინ გაჯეტზე იყო და ძალიან ახალი ხილი იყო და მახსოვს კი მეც რაღაცა კონკრეტულ აი მოგზაურობაზე კონტექსტში არ გამომიყენებია რომ საკვებზე ძირითადად ვიყენებდი ხოლმე კანჭი და რაღაცა კანჭის მენიუები იყო მაგარ ხოჩი რომ სუპზე იაფიარი და მოვიწყიფეთ წავედით ჭამეთ. უყურე ესე რომ შევხედოთ, ეხლა შენ რასაც მიყვები, ეს არის შენი მხრიდან შიდა სამზარეულო დანახული, ანუ ფარდის იქიდან, ეხლა როგორც მომხმარებელი რა. როგორც შენ აღნიშნე, შევდივართ და გვხვდება n რაოდენობით ტურისტულები, ანუ n რაოდენობით. ზოგი უფრო გამოცდილი, ზოგი საერთოდ გამოუცდელი, შეპსეც არა აქვს თურმე, რაღაცა, ზოგი აფერისტი და მოკლედ. შეპსე ხო არაფერს არ ნიშნავს. შეიძლება ის უფრო გამოცდილი იყოს, ვისაც შეპსე არა აქვს, ვიდრე ის ვისაც აქვს, რა ვიცი. ხო, ანუ მრავალფეროვნებია. გამოუცდელები პირდაპირ მათ მივარდებიან ხოლმე და სხვათა შორის ბოდიში რომ შეგეწყვეტინე, ხა დამოვიწყდება ისეთი გაფანტული ვონება. სხვათა შორის ქართველი მომხმარებელი ძალიან ითხოვს ხოლმე ოფისს. ოფის პირველი ვინც ხსნის სოლიდურობის ნიშანია. სადახარ აბა გენდო თუ არ გენდო და სულ მაგას ვინც მეკითხება ხოლმე ოფისი თუ გაქვთ და რო უპასუხობ რომ პანდემიის მერე აღარ რა. იმიტომ რომ საქმე მაჩვენა რომ არ არის კაცო საჭირო და რატო უნდა ვიდგე როცა შეიძლება რომ დისტანციურად იგივე აკეთო ხო? რატო უნდა გაიღო ის ხარჯი? იმ ოფისის ხარჯი ისევ შენ ხო იხდი. მე ხო არ ვიხდი. ანუ შეიძლება ერთის მხრივ მე ვიხდი, მაგრამ შენზე არის რა. კი, ფასნამატია ჩემთვის აბა რა. ხო, კი, რა თქმა უნდა და სულ მეცინება ხოლმე და ვუხსნი ხოლმე ვინც მაგ კითხვას დამისვავს რომ ქალბატონო მე რო თაღლითი ვიყო პირველი რასაც გავაკეთებ ოფისს ავიღებ. და მაგას აკეთებენ და ქარვასლარი მაგისი ისეთი წერტილი რა თაღლითების კარგი თავშესაფარი. შევარდები ამ ქარვასლაში. იაფია რა. კი ძალიან იაფია. უცებ აგდებ ოფისს მოხო და რაღაცა ოფისი აქ ეხა სულ ერთია რა ინტერიერია შეიძლება უბანძესი რაღაცა იყო მაგრამ სოლიდურად გამოიყურება. ხო რაღაცა პოსტსაბჭო და გადმონაშთი აზროვნებაა რომ ოფისი განასახიერებს ტირეს რაღაცა სოლიდურობას რა და უფრო სანდოობას. ბანძიც არ უნდა იყოს ის ოფისი რო გაქვს უკვე საქმე. ხო, კარი რომელიც კლიტეთი იკეტება რაღაცა უფრო რა უნდა მაგას ბიჭო აიღე იქირავე ერთი თვით და ძალიან მაგარი მაყუთი მოხია და გაიქეცე. რამდენს უქნია თან. ანუ ეგ არის კი, ამიტომ ეგ არ არის რა, რომ ოფისი გაქვს, შეპსე გაქვს, ანუ აბსოლუტურად სხვა რაღაცაზე დგას გამოცდილება და რა ვიცი, ხო, მასე ვერ გაიგებ რა. ოკეი, უყურე, საიტი მყავდა რა. აი მე როგორც რიგითი მომხმარე, ეხლა მე ბევრს მოგზაურობ, ძირითადად მოტოთი მოგზაურობ ხოლმე და რაღაცა ჩემი თმა ყველაფერი ოდესღაც გარკვეულ დაალაგებული და მეტნაკლებად ვიცი რა უნდა ვქნა, როგორ უნდა ვქნა. თუმცა არაერთხელ მიმართავს ტურისტულებისთვის და ფიდბექი სხვადასხვა. სადღაც მომწონებია, სადღაც მაგრად მინანია და ასე შემდეგ. როგორ უნდა განასხვაოს რიგითმა მომხმარებელმა, რომ ღირს ამ კომპანიასთან თანამშრომლობა? აი რა არის კრიტერიუმები, რითიც ურჩევ რომ სიტყვაზე აი ამას მიაქციონ ყურადღება? მოდი შორიდან დავიწყებ რა. რამდენიც გაგეხარდება? საქართველოში გარდა იმისა, რომ ყველა ტურისტულ კომპანიას ქმნის, კიდე ერთ-ერთი რაც ძალიან აფუჭებს ხოლმე სიტუაციას არის, რომ აი დაიწყე ტურისტულ კომპანიაში მუშაობა, რაღაცები ვისწავლე და მივხვდი უცებ, რომ მოიტე ჩემსაც გავაკეთებ ძმაო რა. აი ხა აქ დილის 9-ზე მოვიდე და საღამოს 6-ზე სახში წავიდე. როცა მინდა მაშინ როცა გავიღვიძებ, მაშინ გავყიდი, ხო? და მომხმარებლის მხრიდანაც, ანუ მაგას ვაკვირდები ხოლმე, იმიტომ რომ მეც ხშირად მეუბნებიან ხოლმე, რომ წამოდი შენი გააკეთე, იმიტომ რომ ეხლა Milky Way ვინც მიცნობს, ის რომ მარტო ჩემი არ არის რა. და ხშირად უთქვამთ ხოლმე, რომ წამოდი ხა ამდენი წელია 13 წლიანი გამოსვლები, შენი მოხოდე. და ეს ხო ყველას ერთნაირად ესმის, როგორც მე მეუბნებიან, ისე ეუბნებიან ვიღაც თეკლას, ვიღაც იმას და მე ეხა ცუნება არის, ხო? შენც გინდა ეხა კომპანიის დირექტორი იყო და რაღაცა და როცა კარგად ვერ ერკვევი სფეროში რა, ძირითადად გემართებათ ადამიანებს, რომლებიც ან ძალიან კარგად ერკვევიან, ან ვაფშე ვერ ერკვევიან რა. აი ეს ვაფშე რო ვერ ერკვევიან, ბოდიში ამ სლენგისთვის, ეგენი არიან ძალიან საშიში ხალხი რა. ანუ უცებ წამოვიდნენ, დაიხურეს, ქუდი უკვე ყველაფერი იცის, ქართველი ხო თვითონ ეგ ტიპი არის, რომ აი დაიბადა ყველაფერი იცის დაყვათან რა. და მე მიდიან და ქმნიან კომპანიებს. პირველი რაც ხდება არის page ვაკეთებთ და ვიწყებთ დაბალი ფასებით. შეიძლება ვაფშე აი თვითღირებულებას დაბალი ფასი დავწერო რა. თვითონ გავიდე ზარალში? ხო, რავი, მოვიზიდო. ხა.
და მე რაღაცა იქნება, ამ პრინციპით. ან ძალიან, მაგალითისთვის რო ვთქვათ, რაღაცა შეკრული პაკეტები ხო არსებობს, რაც არის ეგვიპტე, ანტალიის რეგიონი, ეს ხალხი ვინც წამოვიდნენ, იწყებენ ამ სამ მიმართულებით, იმიტომ რომ ეს არის მზა პროდუქტი და უბრალოდ შენი მოვალეობა არის ადგე და გაყიდო. ამ მზა პროდუქტში დევს შენი ხელფასი, ის მომწოდებელი, რომელიც ამას აწარმოებს და გაძლევს, გეუბნება, რომ ამის ფასი არის 1000 ლარი და აქედან 5% არის შენი ხელფასი. ოკეი. ეხლა ნახე ამ 5%-ს რას უშვება ეს ხალხი. მოიტანა მეყოფა 2%-იც. ხო? გავყიდო ეხლა 2%-იც რა არის. ეხლა 1000 ლარში 5% რამდენია მათემატიკაში ვეღარ. 1000 ლარში 50 ლარი. 50 ლარი. რა მეტის ჩემი 20 ლარი რო ავიღო. ეს პრინციპი მუშაობს და ამიტოა რომ შე რომ მიმართავ ტურისტულ კომპანიებს, ზოგი იმას გეუბნება, ზოგი ამას გეუბნება. ანუ ფასი არის კრიტერიუმი, რომლითაც ძალიან იაფი თუ მოგხვდა, უნდა დავეჭდეთ. რა თქმა უნდა. ანუ ძალიან უცნაურად იაფი თუ არის რა. რა თქმა უნდა, მარტო ამერიკა 24 ლარი თუ წერია დაგვენძრა, ესე იგი რაღაცა ნიტო. ერთი ეგ არის, მეორე არის ახლა რო უყურებ კომპანიას, რომელსაც 500 ლაიქი აქვს. სოციალური ქსელები, რა თქმა უნდა, გვაჩვენებს იმას, რა მდგომარეობა აქვს ამ კომპანიას. გუშინ შეიქმნა 13 წლის არის ხა Milky Way-ს. სტინგიც ხო არის, ხო? ხო, რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ მაგალითად Milky Way-ზე რო შემოხვალთ, კიდე Facebook-ის ღილაკია, რომელიც მოფწიჭკულია და აჩვენებს, რომ რეკომენდირებული პეიჯია რა. უბრალოდ პეიჯი კი არ არის, სხვა შორის გადავხედე და ახალი რაღაცა არის რა. ეს რა მეტა ხო, მეტას აქვს რა და არც ერთ ტურისტულ კომპანიას არ აქვს ეგ ღილაკი რა ჩვენ გვაქვს. ეგ არც ვიცოდი. ხო, ამ ბოლო დროს დავაფიქსირა მეც რა პეიჯზე რო ჩამოდიხარ, აჩვენებს რა. ეხლა ქართულ მომხმარებელს მაგას ეგრევე ვერ დააწევ მაგ ინფორმაციას, რომ აბა ეხლა მასიურად ყველამ გაიგოს, რომ ეს ნახე რაღაცას ნიშნავს რა. მეორე არის ის, რომ ეხლა მაგალითად ყოველთვის ყველაფერს ვეუბნები ხოლმე ადამიანებს ესეთ რაღაცას რა, რომ გადადი თუ შენ მართლა გულწრფელად გაინტერესებს ვინ როგორი გამოცდილია ფოტოებში და ნახე თავისი ფოტოები ძდევს, თუ მარტო Google-დან და Instagram-დან ჩამოტვირთულ ფოტოებს არეკლამებს. ფოტორისი უნდა სასტუმროების და ასე. რაღაცა რო ხდება, მაგალითად ეხლა Milky Way-ზე რო შემოხვალ, უამრავ ალბომს ნახავ. 13 წლის განმავლობაში ხა ყველა ტურის ალბომი არ მაქვს მართალი რო გიქნება გაკეთებული, ხო, ჩატარებული ტურები რა. ეხლა ჯგუფური ტური რო გინდა და მიდიხარ ისეთ კომპანიასთან, რომელსაც არც ერთი ფოტო არ უდევს, რომელიც აჩვენებს იმას, რომ ოდესღაც სადღაც მართლა ჩაატარა, რას მიყვები? რუში რო გაიხსნა. თან კიდე მან ძალიან ისეთი რაღაცა არის ხოლმე რა, ჯგუფურ ტურებს ვინც ატარებს, ის არის ბევრად კომპეტენტური იმ ტურისტულ კომპანიაზე, რომელსაც ჯგუფურ ტურები არ აქვს, იმიტომ რომ კომპანია, რომელიც ჯგუფურ ტურებს არ აკეთებს, ოფისიდან ზის და იქიდან გირჩევს რაღაცებს და კომპანია, რომელიც დადის ახლა მე მაგალითად, ხო? ყველაფერი რასაც ვყიდი, ვიცი რა არის. ჩემი თვალით ვუყურებ იმას რა. ეგრე უდგები რომ ჯერ იმ ტურს შენ თვითონ შენ ტყავზე გამოსდი, შადიხარ. არა, უბრალოდ პრაქტიკა მაჩვენა ახლა 2011 წლიდან სტამბულის ტურს რო ვაკეთებ, რამდენი ტური მაქვს ჩატარებული, ყველა ტურზე ახალ-ახალი სასტუმრო მაქვს სულ რა. ერთ-ეგივე სასტუმროში არასოდეს არ მივდივარ, სული, იმიტომ რომ ხვალ ისი არ შემიშვებს სასტუმრო თავის სივრცეში თუ რეზერვაცია არ მაქვს და ამიტომ ეგ ჩემთვის ძალიან კარგი რაღაცა არის რა. ჯავშნი და ყოველ ტურზე ვცვლი სასტუმროს რომ ნახო რომელ სასტუმროში რა ხდება და მე ამ 13 წლის დაგროვებული ინფორმაციით ახლა მე უფრო კომპეტენტური ვარ თუ ის ადამიანი რომელიც ოფისიდან ყიდის და უბრალოდ Google review-ით შეუძლია და TripAdvisor-ით ხო? იმ review-ებსაც სხვა ხშირად შეცდომას უშვებენ ხოლმე სასტუმროს არჩევისას, ესე რომ შეხედავენ და ძალიან კაი review აქვს და მოიტა წავიდე. ის ძალიან კარგი review-ები რაზე დგას? ვაფშე ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომელმა ეროვნებამ დატოვა ის კარგი და ცუდი review რა. იმიტომ რომ ქართველის და დაუშვათ სიტყვაზე ვთქვათ არაბის ძალიან განსხვავდება ერთ არაბი აბსოლუტურად სხვანაირად შეაფასებს ერთ კონკრეტულ პროდუქტს რა და შენ სხვანაირად შენ სხვა ღირებულებები და საჭიროებები გაქვს იმას აბსოლუტურად სხვა ამიტომ ეგ ვინიც ის ყველაზე კარგად რა ერთია Google-ში რას ხედავ ერთი არის Booking.com-ზე რას ხედავ და ასე შემდეგ და მეორე არის რეალურად ის შენთვის რამდენად კარგია იგივე მარტივად ჯგუფური ტურები რო იგეგმება ხო ძალიან ხშირად ვუყურებ ხოლმე YouTube-ზე ესეთი რამდენიმე გამოწერილი მყავს. აი თომას კუკი რა, პირველი ტურისტული კომპანია იყო მსოფლიოში. 1900 რაღაც წელს დაარსდა და გაკოტრდა პანდემიამდე და ეხა ახლა საიდან გაკაჭა სადამდე და პანდემიაზე როგორ ტეხავს. რაღაც სხვა მოუვიდა რა შიდა სამზარეულოში. პანდემია არ იყო მიზეზი, მოკლედ, უბრალოდ გაკოტრდა რა. და თომას კუკი ეხა მე რადგან ტურიზმი მაგ დამთავრებული აი ხო ხდები სხვანაირად ვიცნობ ამ სფეროს რა და ეს ტურიზმში რო გასწავლენ და წიგში გიწერია ეხა პირველი კომპანია, მე ადგები დასერჩავ და სულ გამოწერილი მყავდა და სულ უყურებდი როგორ უდგებოდნენ საქმეს, როგორ მარშრუტებს აგებდნენ. ზუსტად თომას კუკის პროგრამა რო გადმომეთამაშებინა მაგალითად მილანში. მომიკვდებოდა ხალხი მოწყენილობისგან, იმიტომ რომ ის სხვა სეგმენტზე მუშაობს რა. ის 5 საათი აქვს იმაში, რა ქვია, ბიბლიოთეკაში, პინაკოთეკაში. 5 საათი ქართველი რომ მუზეუმში დააყენო, აი დაგმარხავს მუზეუმის შესაშვი. ხდები, ანუ რავი, აი ლუვრში მაგალითად, ხო, სულ სხვა ინტერესი აქვს ქართველს.
სულ სხვა აი მონა ლიზასთან მაგალითად ყველა იღებს ფოტოს და იმის უკან უდიდესი ნაშრომია იმისი ტინტორენტოსი და კაცი შვილმა არ იცის მიტრიალებულიც არავინ არ არის რა და მარტო ქართველებში კი არ არის ეგ პრობლემა ხა Google-ში რომ მონა ლიზა დასერჩო და ეგეთი აუდიტორია ნახ ყველა იქით არის მიჩერებული უკან გონზე არ არიან რა ხდება რა და ეხა როცა ისა ხარ სერტიფიცირებული გიდი ხარ და შედიხარ მუზეუმში და შეგიძლია ამ ხალხს რაღაცეები მოუყვე სულ სხვანაირი დრო გჭირდება და სხვანაირად ანაწილება ამ შენს ესე ვთქვათ დროს და რესურსს და სულ სხვანაირად არის საჭირო ქართველთან მაგალითად რა აი მართლა გეუბნებით მქონია შემთხვევა ძალიან მოტივირებული ვარ ხოლმე რომ აი რაღაცა სხვა სერვისი შევთავაზო რა ერთხელ მახსოვს ძალიან მაგარი გიდი ვიქირავე არ დავასახელებ ქვეყანას იმიტომ რომ ალბათ სვენელი მე მარტივად მიხვდება არ მინდა მოკლედ რამე დალინკონ და კაცი შვილმა არ მოусმინა რა ბიზნესი ანუ არ აინტერესებს ქართულს რაღაცეები რა ან ეგ აი უყურეთ სროყიდულობ სიტყვაზე აი ჩემ ტყავზე მინდა მოვირგო რა ეხ ბიბლიოთეკა ახსენებ 5 საათი რო იყოს ტური ბიბლიოთეკაში გული გამისკდება რაოდენ ლამაზიც არ უნდა იყოს და უდიდესი არჩევანი იყოს მაგრამ 5 საათი ჩემი დროის ერთი კვირის რომ მივიდორო ნუ ბევრია სიტყვაზე ვიძახი ანუ აი ეგ ტურები ინდივიდუალურად როგორი გეგმება ის სიტყვაზე შეადგინე 10 კაციანი ჯგუფი სიტყვაზე რა ხო არის ვის რა ინტერესები აქვს დიდად რა ვიღაცა შეიძლება გულში ძალიანაც ეხატება 5 საათი ვიღაცას არა აი ეგ რო არ მოხდეს რომ ვიღაცა გენიოსი იქირავე და გენიალურად თხრობს ამ ყველაფერს მაგრამ კაციშვილი არ უსმენს რამე ინდივიდუალური გზა არსებობს, აი დავსხედი და აი ვის რა გვაინტერესებს სიტყვაზე, არა ეგ რა ხდება. ჯგუფურტურზე უკვე მან როგორი რაღაც შემოდის, იცი შენი გამოცდილებით იცი რომ საქართველოს ან მასიურად საქართველოს რა აინტერესებს და იმას ადგენ რა. ეხლა მაგალითად იმ ბიბლიოთეკაში არის ერთი იტალიელი ხალის კულული და იმ კულულთან თომას კუკი რო ჩაატარებს ტურს 2 საათი ლაპარაკებს და შენ უბრალოდ რომ აი ეს კულული ამ ხალისაა და მის კულულს ეკრფოდნენ ეს და ეს მწერლები და რაღაცა ხო ხდები, ანუ სხვანაირად უცებ მოაკვარა ხჩინებ რა და გაუშვებ დუომოზე ფოტოები გადაიღონ. ანუ ყველაზე მეტი მოთხოვნა ქართულს რაზე აქვს, რომ რა სად დახარჯოს ყველაზე დიდი დრო ტურის დროს. შოპინგი და ფოტოები. ნუ ფოტოები გონია მაინც უნივერსალური ხო ყველასება, კაი ჰაილაიტები რო დაიტოვოს. შოპინგის ტური როგორ ეხმარა მაგ დუომოზე მიყავს და ეუნები რომ აი აქ ეხლა რომ შეხვალ ყველა შანელიც აქ არის ყველაფერი აქ. ეგ შოპინგი არა, ეგ დაივიწყე. ეგ არის პროსტა დაათვალიერე, ხო? ეგ მაგას ათვალიერებენ და აი ყველაზე ჟანგი და ჩინური პროდუქტი რო ყრია, აი მან დევასებად ყველაზე მეტად რა. აი მე რომ მაგალითად სახში არც არასდროს მომიტანია და არც რო არ შემოვიტან რა. ხო, ბაზარი არა. აი რაღაცა ჭინჭები, მაგას ვეძახი ჭინჭებს რა. აი იმას გაახაროს ამას ასიამოვნოს და სუვენირები, ხო რა, სუვენირები და რაღაცა გასტრო ამბავი აუ ძალიან ნაკლებად. ნუ ეხა შემოდის რა, ეხა შემოდის სხვათა შორის და ნელ-ნელა ფეხს იკიდებს ეს გასტროტურიზმიც, აგროტურიზმიც და მაგრამ ანუ მასზე მომთხოვნი აუდიტორია არის ძალიან მცირე, ხვდები? ანუ მაგის იმედად რომ შენ გასტრონომიურ ტურს ძალიან წარმატებით იტალიაში, ტოსკანაში ჩაატარებ და თან იმ ფასს დაამთხო, ანუ მან ნახე რა შემოდის, შეიძლება ძალიანაც მაინტერესებს ღვინის ტურიზმი და გასტრონომიაც ძალიან მაინტერესებს, მაგრამ შვეიცარიაში ვცადე სხვათა შორის ეგ რომ შვეიცარია ხა მაინც ეს ლავოს ვენახები არის ძალიან ისეთი ცნობილი ადგილი და ღვინის ტური გავაკეთე რა მაგრამ შეხედე რა ხდება ეხა ის არის აი როგორი თავი მომატყუე ღვინის ტური იყო რა აი თავი მოვიტყუეთ რომ რაღაცა ღვინის ტურზე ვიყავით იმიტომ რომ რაღაცა 25 ევრო გაქვს ბიუჯეტი ამ 25 ევროში ხა რამდენი ღვინოს დაგალევინებ შვეიცარიელი ერთი ღვინო არის სამი სახეობის ერთის მაქსიმუმ სამი სახეობის ღვინო შეგვხვდა 4-ზე გასუნინებს კიდე ეგ ამბავი ხო და ეგ იყო და ეგ რა და რეალურად ღვინის ტურიზმი მაგაზე მეტი რაღაცა არის ანუ მარტო სამი ღვინო ანუ იქ რაღაცა სტარტერი გჭირდება იქ ის იქ ეს და რა ხო გადავხედე ეს პოსტფაქტუმ შედეგი შედასწრა არჯობე თავიდან დაანონსო ღვინის ტური და სპეციფიურად ღვინის მომყვარული ტიპები მოვიდნენ ცადე და ვერ გავყიდე იმიტომ რომ იმას ფასი აქვს რა სხვა ხვდები ანუ ისიც წინასწარ იყო დაგეგმილი 25 ევროიანი აბა ეხა იქ კი არ გადავწყვიტეთ პოსტფაქტუმ წინასწარ იყო დაგეგმილი უბრალოდ რო გაყიდო ანუ მაგის თქმა მინდა რა ეხა თან არ მინდა ეხა ჩვენი მაყურებელი და მსმენელი შეცდომაში შევიდეს ეხა ვიღაცას ყავს სეგმენტი რომელიც ბაზარი არ არის იხდის მაგრამ მე როცა რაღაცაზე ვსაუბრობ მე ჩემ სეგმენტზე ვსაუბრობ რა აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის ეგ რომ არ იფიქრონ რომ საქართველოში არავინ არ არის ვინც უფრო მეტი მსყიდველუნარიანობა არ აქვს ან უფრო მეტი ინტერესები არ აქვს ინტერესები ჩემ ტურისტებსაც ძალიან ბევრი აინტერესებს და მგონია რომ საქართველოში ჯგუფურ ტურებზე ყველაზე მაგარი ხალხი დამყვება მე მაგის პრეტენზია მაქვს აი ბორტზე რო ავდივარ და გადავხედავ ხოლმე სხვა ჯგუფებს ტურისტული კომპანიების
ძალიან ეთყობა, ვინ არის გაფილტრული, ანუ მე ხუმრობ ხოლმე, რომ პენტაგონს არა აქვს ეგეთი ფილტრი, მე რომ აქვს და იმას ისრაელს, ანუ ისევ აკონტროლებ, რომ ვიღაც არ შემომეპაროს ისეთი, რომელიც რაღაცნაირად ჩემ ღირებულებებს, ჩემ შეხედულებებს არ იზიარებს. ამიტომ აი ძალიან დაალაგებული, დავარცხნილი, ადეკვატური ხალხი დამყვება. უბრალოდ მათი შესაძლებლობები არის შეზღუდული. მათაც შეიძლება აინტერესებთ ბევრი რაღაცა, ვინ მეტყვის მაგრამ გასაკანი მაგდენი არ არის. რა თქმა უნდა, ხო და უყურე არცოდნის გამო ჩაგეკითხე იმაპატი, ანუ აი ეს მიუყვების რო იძახი. ეს რამე ვალდებულებაა, რომ შენც იქ იყო? ჯგუფურ ტურზე სიმართლე რო გითხრა, ძირთადად ჩვენ შემთხვევაში იმიტომ იყიდება, რომ მეც ვიყო კი. ხო, შენ უკვე ეგ პონტი გაქვს რა, ბექგრაუნდი გაქვს, მაგრამ ზოგადად ჯგუფურ ტურზე ვალდებულია სიტყვაზე დამფუძნებელი დირექტორი ფლობელი ეგეთი ფიგურები. არა, ვიღაცა, ანუ საერთოდ ეს რიგი იყოს და მონიტორინგი. საქართველოში ტურიზმი რომ მუშაობდეს, როგორც საჭიროა რომ ხო, მოდიუტოპიურ საქართველოზე ვილაპარაკოთ. აი ეგეთი საქართველო. საქართველოს აი უნდა არსებობდეს დაუშვათ ვიღაცა კაი შემთხვევაში ხა ზღაპრებში მაინც ვიყო მე დირექტორი და ისეთი კაი ტიპი. ვიღაცა, ვინც მართავს კომპანიას, მის დაქვემდებარებაში უნდა იყვნენ ტუროპერატორები, გიდები ცალკე და ჩვენ თან რა ხდება, ანუ მე ვარ ყველაფერი დამგეგმავიც, შემსრულებელიც, აბსოლუტურად ყველაფერი მე ვარ რა და ეს ნორმალურ ქვეყანაში და აი ამას ბიზნესი არ ქვია რა, ყველაფერი შენ რო ხარ. ყველაფერი შენ თუ არ იქნები და მაგალითად რაღაცა სხვას გადაავალებ. მე ტური იგივე ფასი აღარ გამოდის შენ რო გინდა რომ გაყიდო და მე ვეღარ ყიდი რა. ამიტომ გიწევს რომ ერთი ადამიანი იყო ყველაფერი რა და ან მაშინ ნერვები უნდა ყველა. აუ ძალიან სერიოზული, მაგიტო გავთეთრდი. არა, მარტო ძალიან სერიოზული ნერვები უნდა. რათა ყოველთვის ახალი ხალხი. ნუ მეტნაკლებად გასაგებია რომ ვიღაცა ისეთი კლიენტი ხდება, რომელიც რაღაცა უყვარდება კომპანია და სულ თანაშრომლობს. არის ეგეთი რა, ეგ მაგრა ასწორებს. საკუთარი სექტორი ყავს ეგ მაგრა ასწორებს. ძალიან მიყვარს სხვათა შორის ოჯახის წევრებიც არიან და სხვა შორის რაღაც ბიზნესის კუთხით ცუდია რა. აი ბიზნეს ვერ ვაკეთებ, იმიტომ რომ აი ჩემთვის პირადულში გადადი ხო, აი ძალიან უკვე მეგობრული, იმას ის გაუკეთე, ამას ეს და თან ამას ისე მე ჩემ შემთხვევაში მე ისე ვაკეთებ, რომ საერთოდ ამჭირდება ვიღაცამ რომ მთხოვოს რა. შეიძლება არც არასდროს არ გაუგია ჩემ გზავს, ბარკში 100 ლარი რო გადაიხადა, სინამდვილეში 200 რო ვიღდა. აი ჩემთვის უკეთებ რა, იმიტომ რომ ვიცი რომ 200 რო უთხრა ვერ იყიდის და მე უნდა ტენოს და ერთი უბედურება იყოს აეროპორტში და მე გავწამდე და მეთქი ჯანდაბას. აი ძალიან ხშირად გამიკეთებია ეგ რა. ეგ ბიზნესუნებს ბაზარი. ძალიან, ანუ მე საერთოდ სხვა შორის ძალიან ხშირად გვიწუნებენ ხოლმე კომუნიკაციის სტილს Milky Way-ს რა და ეგ მაგ კომუნიკაციის სტილის უფლება საკუთარ თავს და კომპანიას იმიტომ ვაძლევ, რომ მე არ ვარ ჩვეულებრივი ბიზნესი, მე ფულზე არ ვყიდი ყველაფერს. ანუ ჩემთვის რაღაცეები უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე უბრალოდ ფული. მაგალითად, გავფილტრო საზოგადოება ჩემს გარშემო, ეგ უფრო პრიორიტეტია. აი იმდენი ბანი მიდევს Milky Way-ზე, რომ შევიდეს ახლა ვიღაცა page-ზე, იმდენი ადამიანი მყავს დაბლოკილი და დაბანული და red flag-ები ცალკე გვაქვს, ანუ ლეიბლებად, ანუ რომელიც ანუ ჩემ თანამშრომელს მაგალითად ვაფრთხილებ, რომ აი ეს red flag-ი აქვს და გეხვეწები, ანუ შეიძლება რაღაცა მოგთხოვოს, მაგრამ ძალიან ყურადღებით იყავი, რომ რაღაცა ისეთი არ მოხდეს, ხვდები და იმხელა კონტროლი მაქვს, რომ მე მთელი პასუხისგებლობით ვამბობ, რომ არ მეგულება საქართველოში რამე ბიზნესი, რომელიც ამას აკეთებს. ტურიზმი კი არა. საერთოდ რო ვინმე იმის აკეთებდეს, რას მე ვაკეთებ რა. ძალიან აი კომენტარებზე რო შევატყობ ადამიანს, რომ აი არასოდეს არ მინდა ეს რო გამეკარას. ეგრევე ბლოკი. ანუ იმიტომ კი შეიძლება მაქოს რა რაღაც კუთხით და შეიძლება აი მქონია შემთხვევა ისეთი ადამიანის დამიბლოკია რა, ვაფშეტად ძალიან საჩემო რო იყო. დამიბლოკია, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მე როგორ უყურებ იცი ბიზნეს კიდე, რომ იგივე page-ზე რო რეკლამას უშვებს ხვალ საერთოდ არ მინდა იმაში დავხარჯო ფული, ვინც შემოხმარებელი 100 წელი არ გახდება, ან თუ გახდება, მე არ მინდა რომ იყოს, ხვდები? ანუ ისიც ხო თითეული რეზულტატის მიხედვით გართმევს Facebook-ი ფულს რა. ამიტომ რაში მჭირდება ისეთი გამომწერი, რომელიც საერთოდ არ მინდა რომ ოდესმე ჩემ ჯგუფში აღმოჩნდეს რა. რატო ვაჩვენო და რატო გადავიხადო თუნდაც 0.001 ცენტი ვიღაცა თეკლაში, რომელიც ძალიან არ მევასება და რომც მომწეროს ტური მინდაო და ვიყიდიო, არ მივყიდი. უამრავი ადამიანი არის, ვისაც ვეუბნები ხოლმე, რომ ადგილები არ მაქვს. ან ისეთ ფასს წერ, რომ ვერ იყიდოს, იმიტომ რომ არ მინდა ის ადამიანი. ხო, არა. აბსოლუტურად მესმის როგორც უდგები ახლა ბიზნესს. ტონის შესაბამისად ვაძლევ ჩემ თავს უფლებას, რომ რადგან სუფთა ბიზნესს არ ვაკეთებ და მე რაღაცა კოლოსალური მოგება არ მრჩება, ხო. ისე ვილაპარაკო როგორც მინდა რომ ვილაპარაკო რა. და თუ არ მოგწონს წადი, ანუ სხვა შორის ამას წინათ გამომაჭენეს Chip Travel-ში, მაგის გამო რომ ჩემს ერთ-ერთ ყოფილ მგზავრს
რაღაცა ძალიან ხშირად ვაზიარებ ხოლმე სკრინებს მიმოწერისას Milky Way-დან. რას ვაკეთებ ამით? ანუ შემთხვევით ჩატეჭუით კი არ მომდის, ანუ გამიზნულად ვაკეთებ რა, რომ რაღაცა რაც არასერიოზული ვიღაც მომწერს, რაღაცა სხვას დავანახო, რომ ეს არის არასერიოზული და შენც თუ ასე მოიქცევი და ასე იფიქრებ და ასე კომუნიკო, ანუ შენც დაცინული იქნები. აჰა, ოკეი. შენც დაიბლოკები. ამიტომ რავი ხო, ოდესღაც ეს საზოგადოება ხო რაღაცა გონზე უნდა მოვიდეს რა და სხვანაირად არ მოვა, მე დარწმუნებული ვარ და მან კომენტარებში დამიწერა რომ შენ ხშირად გამჩნევა რომ ამ ბოლო დროსო ესე იქცევიო, მოკლედ გულზე მოხდა რაღაც ისეთ თემა შევეხე, რისი ავტორის თვითონაც იყო რა, ოღონდ სხვა კომპანიაში არა ჩემთან. და ეგ ხო ეგრევე ილინკება გონებაში და აი მეც ესეთი ვარ რა და აი როგორ მაკადრა ეხა ეს და კომენტარებში რაღაცებზე შევყევით და მომწერა რომ აი სწორედ ამიტომ დამკარგეო, რომ ესეთი ხარო რა და მეთქი რაღაცა რომ დაკარგო უნდა იბრძოლო ხო ეხლა დავკარგე რას ნიშნავს ანუ რაღაცა ხო უნდა შემეტყოს რომ ამისთვის რაც დავკარგე ვიბრძოდი და შენარჩუნება მჭირდებოდა და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ანუ არ გამიკეთებია მეთქი ეგ და რანაირად დაკარგეთ გვარც მახსოვს ბოლოს რომელ ტურზე იყავი და ანუ არ ხარ ჩემთვის მნიშვნელოვანი რა მაგდონეზე მნიშვნელოვანი რომ ეხლა შენზე ვიჯეჯგურო და დაგითრიო რა და ეწყინა და ნუ ძალიან ისე გამაშავეს მაგის მერე ეს ჩიფტრეველი უნდა ვნახო ხო და ეგეთი ამბავია რა და ქართველს არ უყვარს სიმართლის მოსმენა რა აი სიმართლეს რო ვეუბნებით მაგალითად რაღაც სასტუმროზე მოგწერეს და უთხარცაც ცუდი სასტუმროა გაგულანძღავს დედას გეფიცები ოღონდ მართლა ვამბობ რა გაგთათხავს ჩვენ ესე როგორ უთხარით წავა და ზუსტად ამას სხვა კომპანიაში იყიდის მე არ მოეწონება და იქიდან გაიხევა ერთ ადგილზე რომ გადაიყვანონ უკეთესში ვიღაცები ამას სავაჭროდაც იყენებენ რა გაიგებენ რა არის ცუდი და კარგი იმ ცუდს დაჯავშნიან და მე ხა ყველა კომპანია ხო არის ძიება ესე რომ აი მაგალითად აი ჩვეულებრივი ბიზნესი ხა რას უნდა აკეთებდეს გიორგი მოხვედი შენ მითხარი 1500 ლარი მაქვს ბიუჯეტი ამ 1500 ლარში რაც არის მოვყიდი იმას ეს არის ბიზნესი და არა ჩავყვე ხა ამას ცუდი ტუალეტი აქვს, ამას ისეთი საშხაპი აქვს და ანუ ამას თუ ვიზა ვეღარ გავყიდი დიდი ალბათობით. იმიტომ შენ მეტი არა გაქვს. და ამიტომ ნამდვილი ბიზნესები ესე იქცევიან. გინდა აგერ 1500 ლარში ეს მოგდის. მაგრამ მე ეს ქართველი წავა და ნახავს რომ არ არის ეს 1500 ლარი მეტი უნდოდა კაცო, მაგრამ მეტის ფული არ აქვს და თავიდანვე რო ეუბნები მაგას, ეხლა დღესაც 2 საათი ველაპარაკე ერთ ქალბატონს და ვუხსნიდი რომ 200 ლარი ჯობია დაამატო ამ შენ ბიუჯეტს და წესიერში წახვიდე. ვიდრე 200 ლარი ნაკლებად და იქიდან მე მიკილო და მიწილო სადგომიშვი აქო რა. და მე ეს ქალბატონი ადგება და წავა და სხვაგან იყიდის ისევ იგივეს, იმიტომ რომ მეტის ფული მაინც არ აქვს, მაგრამ ის სხვა არ ეტყვის სიმართლეს და უფრო მშვიდად ანუ ფორმაზეა იქნება პაპარაკი. ფორმაზე შინაარსზე ნაკლებად ალბათ ფორმაზე. იცი რა, ყველანაირი მიცდია რა და 13 წელია ვმუშაობ. ყველანაირი მიცდია რა მაგარი. არ არსებობს, აი 13 წელს გამოვში წარმოგიდგენ რამდენი რამე გამოვიარე რა. 9 ლარიან ტურებიდან მაქვს ეს ბიზნესი დაწყებული. ან 9 ლარი ღირდა ჩემი პირველი პაკეტი ტურების. ეს 9 ლარი 9 ლარობდა ეგ პერიოდი. ხო, 9 ლარი 9 ლარობდა და ისეთ რაღაცებს გადავწყდა რა, გეფიცები ხანდახან. ანუ არ მიჯერებს ხოლმე ხალხი რო უყვები რა. ვერ წარმოვდგენიათ რომ ეკითხი რაღაცა შეიძლება მომხდარიყო ხა. 9 ლარად ერთხელ სხვა პოდკასტში ხა აღარ ჩაუღრმავდები, 20 კაცი წავიყვანე ტურზე იმიტომ რომ ვიღაცამ წესი ერთ არ წაიკითხა ტურის აღწერა. და 9 ლარი გადამიხადეს ტური რომ დავამთავრე 9 ლარი წავედი სახში. კაცმა ჯამში 9 ლარი შემოგიგდი. ხო და ხა ესეც საზოგადოებასთან რო გაქვს საქმე, ისეთი ამბავი. უბრალოდ რასაც დავაკვირდი ეხა რა. მე აი როგორც ბიზნეს მოდელი შენ უფრო კარგად მიპასუხებ. მე აი ვერ ხვდები მე რო წარმოვადგენდე სიტყვაზე ბრენდს. აი ეგ როგორ მუშაობს? აი რას გულისხმობ ეხა უყურე. შენი კომპანია რადგან ასოცირდება შენთან და შენ თვითონ ვთქვი რომ ბევრი ადამიანი მხოლოდ იმიტომ მოდის ტურში რომ შენთან ერთად უსწორდება იქ ყოფნა. ბიზნესისთვის მავნე ხო არ არის, როდესაც ბიზნეს მოდელი ხდება მიბმული პერსონაზე. და იგივდება, რას გულისხმობ, იცი რომ შეიძლება ბიზნესი ფანტასტიკურად მუშაობდეს. მოდი, სოფოს თავი გავანებოთ, ჩემ თავზე გავაკეთებ მოდელირებას. ანუ მე მაქვს რაღაცა ბრენდი, რომელიც ფუნქციონირებს გამართულად, იდეალურად, თავის საქმეს ხუთიანზე ასრულებს, მაგრამ ხალხი მოდის იმიტომ რომ გიორგი ევასება. გიორგიმ ამ დროს რაღაცა კვერცხობა გააკეთა, ადამიანები ვართ და ნუ რაღაცაში ჩაიკუკა რა. მის მიმართ წამოვიდა ჰეითი და ამით შეიძლება დაზიანდეს ბიზნესი. აი მან გამიჯნის თემა ხო არ ჯობია თუ ძალიან მიბმული რო არის ეგრავი მაინც ბონუსია რა. მე მგონია რომ ზოგადად ჯობია გამიჯნული იყოს და მე ხარ რა გარემოშიც ვარ და რა გარემოც მაქვს შექმნილი არ არის კარგი რა არც ერთ შემთხვევაში. სხვა შორის კიდე მანდეგ ერთი დეტალია ხოლმე რა ადამიანები რო გვეუბნებიან რომ წადი შენ ტურისტული კომპანია გახსენ იმას ვერ ხვდებია რომ ნულიდან რო იწყებს ადამიანი უამრავი შეცდომა შეიძლება მოუვიდეს იმ გზაზე და ამ შეცდომის ხვეპილი იქნება შენ.
რატომ მოუწოდებ რომ წავიდეს აი ამ რაღაც აწყობილიდან გადავიდეს ეხა ნულიდან დაიწყოს ამისი აწყობა და ამ გზადაგზა შეიძლება კონკრეტულად შენ არ იყო მისი მსხვერპლი მაგრამ ვიღაცა ხო აუცილებლად იქნება უამრავი არის ეგეთი რომელმაც ამ გზაზე უამრავი სხვა ადამიანი დააზიანა რა შეგნებულად კი არა ვიღაცებს უბრალოდ მოუვიდათ რა იმიტომ რომ უცოდინრობის და გამო ხო ანუ და ყველაფერი ვერ გეცოდინება რა სადღაც ეხა რომელიღაც Milky Way Travel-ში რომ მუშაობ ავიაბილეთების ოპერატორად და წახვალ მე და შენს ტურისტულ კომპანიას გახსნი სადაც უკვე სასტუმროც გჭირდება ტრანსფერიც გჭირდება და 1000 რაღაცა სადღაცას აუცილებლად გაიჭედები რა და ამ ზამთარში იყო ერთი გოგონა დამიკავშირდა ტრანსფერი მთხოვა მე ხო არ ჩაეძიები ამ ტრანსფერს თავისთვის ჯავშნის თუ დეიდას უჯავშნის თუ ბებიას რა მოგთხოვა დაუჯავშნე და მე ხა იმდენად მოკლედ და ჩვეულებრივად დაჯავშნა რომ ვფიქრობ რომ აი ახლა იცის ამ ადამიანმა რომ ეს ტრანსფერი მთელი დღე არ დაელოდება იქ ხო ანუ იმასაც თავისი დრო აქვს მაქსიმუმ 40 წუთია ტრანსფერს რომ ხო ანუ და თუ ეს არის ტურისტული კომპანია რომელმაც ახლახანს დაიწყო ოპერირება, მაგრამ ტრანსფერებში ჯერ ვერ არის ჩახედული. თავის ან ტური გაყიდა. რაღაცეები თვითონ მოაგვარა, მაგრამ ტრანსფერზე რო გაიჭედა, ტრანსფერი იყიდა ჩემგან. ეხლა ეს ჩემგან იყიდა და კი მისა ვაუჩერი და მიიტანა იმ ტურისტამდე, მაგრამ არ ჩააყენა საქმის კურსში სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე და ეგ ანუ მე როგორ უნდა მცოდნოდა ეხა აი ეს გადამყიდველი მისი მომხმარებელი რამდენად კომპეტენტური არის რაღაცეებში ხო ეს იცის იმან ვისაც პირდაპირ კომუნიკაცია აქვს მგზავრთან ეხა ჩემ მგზავრით ჩემზე უკეთ ვინ იცის მაგრამ ეხა მე რო შენ გიკავშირდები და გონზე არ ახარ იმას რა საჭიროები აქვს ან რა უნარები აქვს რა ვიცი დამიჯავშნეს ტრანსფერი მივყიდე გადავგზავნე ვაუჩერი სადაც ყველაფერი წერია მათ შორის ისიც წერია 40 წუთი რო ელოდება მაგრამ ვინ არის ხა მაგის წამკითხავი და ამან მოკლედ იქ დუტი ფრიში იბოდიალა იქ ისქნა იქ ესქნა და ხო იქ ტუალეტში შევიდა და მოკლედ გავიდა შედი 40 წუთიც და საათნახევარიც და როგორ ვიგებ ხა მე რა თვითონ მძღოლი მირეკავს ტრანსფერს რომ მეც აღარ ველოდებიო და უკვე ისეთ მომენტში მირეკავს რომ უბრალოდ მაფრთხილებს რომ წავედიო რა აუ მეთქი გული გამისკდა რანაირად ურეკავ ეხა ამას მგონია რომ ეს არის იქ ამ დროს ეს კიდე ამას თავის ტურისტი ყავს იქ და აი კაროჩი აი ესეთი რაღაცა იყო რა ძალიან დავიტანჯე ანუ ეგეთი რაღაც მოსულა უყურე მე მაპატია ხანდახან შეიძლება ძალიან სისულელი კითხვა იმიტომ რომ თემაში ვერ ვერკვევი და პროსტა რაც თავში მომდის იმას გეკითხები ანუ ეგეთი რაღაც მოსულა სიტყვაზე მე Milky-ისგან თქვენგან რაღაცა პროდუქტები ვიყიდო მე გადავარტყა ჩემი ლოგო რა პრობლემა არის? და გავასუხარო როგორც ჩემი პროდუქტი. უფრო მაგარ რაღაცას გეტყვი რა. შავა ბოლთაშვილს ძალიან პატივს ვცემ თან გარდა იმისა რომ ბევრ ცუდ რაღაცას აკეთებს, აი რო ვისაუბრე. კიდე არის ბიჭო ძალიან გენიალურად მაგარი კაცი რა. პოსტებს ხოდებს. კონტენტი აქვს აღებული ერთი ტურისტული კომპანიიდან, ანუ ტექსტი. და ფოტო რომელსაც ეს ტექსტი ადევს მეორე წარმატებული კომპანიისგან. მეც კი ხანდახან ეს რო ამომივარდება, მგონია რომ ეხა რეკლამას არ გაუკეთებ იმ ტურისტულ კომპანიას, მაგრამ ამ ტურისტულმა კომპანიამ მოკლედ ვის ვიზუალსაც იყენებს. ძალიან ბევრი რესურსი ჩადო იმაში, რომ ადამიანების თვალში, აი რო შეხედავ და ეგრევე რო იცი რომ ეს არის რა. რომ ესეთი განწყობა შექმნა და ეს ან ნახე ერთის ვიზუალს იყენებს ერთი ძალიან წარმატებული კომპანიის და მეორე ძალიან მაგარი კომპანიის. რამე არ არსებობს ეთიკის გარდა რომ ალბათ არსებობს, მაგრამ არც ერთს არ შეუწუხებია თავი. და ჩვეულებრივ ეხა მე კი ვიცი და გავარჩევ ამას ერთმანეთისგან, მაგრამ მეც ხანდახან გამიხსნია და წამიკითხავს და მივხვდა რომ გადამიხედოს ამისია ბიჭო, ანუ მეთქი რანაირად. ხო და ანუ ტექსტშიც აი მე ხშირად მქონია ეგეთი შემთხვევა, რომ ადამიანი მირეკავს და მეკითხება რაღაცა ტურის ყიდვა მინდა და ამ დროს ბიჭო ეს ტური кайხანი აღარ ამაქვს. დავამთავრე რავი 3 წლის წინამდე ტურზე მირეკავს. ვიღაცამ აიღო ჩემი პოსტები დააკოპირა და ბოლოში ტელეფონის ნომრის წაშლა ავიწყდებათ რა ძალიან ხშირად იმიტომ რომ ტელეფონის ნომერს წერ ხომე თავშიც და ბოლოშიც და იმდენად ზოგი თავხედია რომ არც კი კითხულობს რაც დააკოპირა იმას და ეს მირეკავე ხომე და ეს მე აღმოჩი ხომე რომ ვაფშე სხვა კომპანიას შემთხვევით აუღია ჩემი კონტენტი ტექსტი შიდა ტურებზე და შიდა ტურებზე 8 წელი აღარა ვარ და მირეკავს ჩემ 8 წლის წინანდელ კონტენტზე და იმაზე ტურზე რომ მინდა წამოსვლა რომ ვიღაცას დააქვს და ნომრის დილეით გაკეთება ესე რომ ეგ არის რა საქართველოს ბაზარი ტურიზმში ვახ რომელი უფრო მომგებიანი თემაა შიდა ტურიზმი თუ გარე როგორც ბიზნეს მოდელი ნორმალურ ქვეყანაში შემომყვანი ჯობია ნებისმიერ შემთხვევაში რა როგორი ეკონომიკის ქვეყანაც არ უნდა იყოს ის შემომყვანი ბევრად უფრო კაი რაღაცაა რა სიამაყის ამბავშიც აი შენ ქვეყანას უყიდე ეგ ფაქტორი არის მომგებიანობის ამბავშიც იმიტომ რომ მაინც როგორი რაღაცა იცი უცხოელი უფრო
თუ ეხა შენ არა ხარ რაღაცა ისეთი ძალიან განვითარებული ქვეყანა რა. ჩვენი ავიღოთ. ჩვენ შემთხვევაში მე მგონია რომ თუ იცის ადამიანმა საქმის კეთება, ბევრად ძალიან ბევრად. ან ეგეთი კოლოსალური სხვაობა. დიახ, კი ბატონო. ერთხელ მე ერთ ტურზე $15,000 ტიპი ავიღე მარტო. კი, მე დავიწყე შემომყვანით რა. ნუ მართალია მე ორმა გიდმა და ორმა ძღოლმა გავიყავი ჩუაზე, მაგრამ რა მოაწყახარი. მაინც კაი ტიპია ბაზარი არა. ძალიან კაი ტიპია. რა ქვეყნიდან იყო ეს ტიპი? იტალიელები. მაგათ ვერ ნაცვალე მე. ხო, და მარტო ტიპი, აი თუ კარგად ატარებ ტურს და შენ ღირებულებას დაანახებ, აი მაშინ ისეთი მაგარი ტური ჩავატარეთ. უბრალოდ თან ბევრი ადამიანი ვიღებდით მონაწილეობას და ძალიან სერიოზული ხალხიც იყო და ძალიან სერიოზულადაც მიუდგეთ. ეხლა ყველაფერს სერიოზულად, ისე სერიოზულად ვერ მიუდგები, ხო? სადაც ეხლა კარგი შემოსავალია, იქ გაიხევი შუაზე და ყველა წვრილმას ისიც კი განსაზღვრული იყო ადამიანს შხაპი რომ მიეღო საით უნდა ეყურებინა. ანუ ეგეც კი დალაგებული იყო, რომ რაღაცა სასტუმრო იყო, ეხა არ დავასახელებ, მასაც ზღვას უყურებდა ბათუმის შემთხვევა იყო რა. შხაპს რო იღებდა, ხედი იყო რა. ეგეც კი ნაფიქრი და დალაგებული იყო, არაფერს არ ვამბობ მენიუზე და ყველა ადამიანი, ანუ ძალიან დიდი ნაშრომი იყო რა, 12 დღიანი ტური. ანუ ეგეთ მე რატომაც მეგონა პირიქით, რომ გარე ტურიზმი, ანუ ქვეყნის გარეთ განხორციელებული ბევრად უფრო მომგებიანი. შეხედე რამხელა კონკურენცია, როგორ შეიძლება მომგებიანი იყოს, ტურისტული კომპანიები ერთმანეთს რაზე ვხოცავთ, იცი რომ 15 ლარს რატო აკლებო? აი იმ გამზადებულ პროდუქციაზე. აქ ეგეთი დახოცვა არ მიდის შიდა ამბავზე? რატო ათვისებული ნაკლებად არის? ერთი ნაკლებად ათვისებულია, მეორე არის რომ ბევრი რაღაც არის აქეთ სალაგებელი რა. და ესე მსაპრო შენ უნდა შექმნა პროდუქტი და ეხლა გამყვანზე შექმნილი პროდუქტი გაქვს მარტო გასაყიდი და აქ შენ ქმნი რა. ხდები და მე როგორ მესმოდა, იცი რომ ესე იგი აქ ხო უფრო მარტივია ვფიქრობ, სიტყვაზე მიმყავს ბაკურიაში ჩავიდე, ნახო სასტუმრო, ნახო რესტორანი, ეს უფრო მარტივი ვიდრე ჩავფრინდე ახლა ყოველთვის სადღაც შვეიცარიაში შეგავჩეკო ყველაფერი, ლაივში მივიღო ეს ფიდბექი. ანუ რატომაც მეგონა რომ ეგრე იყო და თურმე საერთოდ არა, ძალიან წვალება იყო, სხვა შორის მე მაგიტო შევიცვალე კიდე ერთი მიზეზი პროფილი და შემყვანიდან გადავედი გამყვანზე, რომ ძალიან დამღალა იმ პრობლემმა, რაც შემყვანზე იყო, აი ყველაფერი პრობლემა იყო, მაგალითად ძღოლს ვერ უხსნიდი, რომ ესო ხერი. მაშინ გააზაპრავკე, მანქანა, როცა ცარიელი ხარ. რატო აყუდე ბოცკაც რაღაცა ვისოლის კალონკაზე? და მაშინ ქართული მიდგომა იყო რაღაცა. აი ვერ ვაგებინებდი ხალხს, რომ რაღაცები არის ძალიან მნიშვნელოვანი და ხასიათზე მოქმედებს. იმ მოსკაცში ერთ შეიძლება გადაეკეტოს კაცო, რატო უყნოსავ ხა მე ამ საწოლს. ხო, ქართული ჯიგრული მიდგომა გაგიგებს რა. ჩაცმაზე არაფერს არ ვამბობ, ხა ერთი პერიოდი მე ზუსტად პანდემიის პერიოდში, პანდემიამდე მანქანები ვიყიდეთ მე და ჩემო მეგობარმა და გვინდოდა ხა რაღაცა მაშინ იყო ძალიან პიკზე რა, შემყვანის გამყვანის ძალიან მაგრად იყო მე მოხდა საშინელება და ჩემს მძღოლს ვერ აკადრებდი რომ სხვანაირად ჩაეცვა და მე მძღოლი გამოვცვალე ანუ იმიტომ რომ აი რაღაცნაირად გამიქრდა იმას ხო არნიშნავს რომ ჯერ იმდენად ახალია სფერო რომ ყალიბდება და აი ეგეთ ნიუანსებზე გიწევს ხო ხვდები აი აქცენტის გაკეთება რომ ბიჭო ჩაიცვი ან ნუ ალოდინებ ეს ხო თითქოს მარტივია ხო ანუ ეს ხო თითქოს მარტივი არის მაგრამ იმდენად ახალი ხილია ჯერ რაღაც ამბავში იქნებ მაგის პრობლემა არის და მომწიფდეთ ხო მაგრამ მომწიფებით ყველაში არა მომწიფებით ყველა არა მენტალიტეტი იცვლება ის მენტალიტეტიც დროთა განმავლობაში ჩვენ ხო იგივე მენტალობის აღარა ვართ რაც გასულ საუკუნეში ვიყავით ანუ შევიცვალეთ ადამიანები რა და მანდაც ეგ აი რა თქმა უნდა დროთა განმავლობაში ყველაფერი დაალაგდება და სხვანაირად წავა და ყველა ქვეყანამ ეგ გზა გამოიარა ეხა რა გონია ეხა იტალიელებმა არ გამოიარეს ეგ პრობლემა სამხრეთ იტალიაში ეხაც რო ჩახვიდე ღიპ გადმოგდებული მძღოლებს დაყავთ და ერთხელ იყო ეგეთი შემთხვევა რომ შუა გზაზე მძღოლმა გააჩერა ავტობუსი აი რაღაცა ჩვეულებრივ ხაზის მარშრუტკამ რო გააჩეროს რა ტრანსპორტი და ცოლი ეჩხუბა და ნერვები აეშალა და შუა გზაზე მიყვარა რა ხო და ესე რომ ეგ ყველგან ხდება განვითარების ამბავია რა ეხა სამხრეთი იტალია ისეთივე განვითარებელია და ჩვენზე უფრო უკან არის ვიდრე ჩვენ ვართ რაღაცა კუთხით ხო და შესაბამისად ეტაპობრივად შეიძლება უბრალოდ და რაღაცები სადღაც მარტივად იცვლება და სადღაც ძალიან დიდი დრო ჭირდება რა. კი. სადღაც სწრაფად გამოდის, სადღაც ძალიან საინტერესოა, ვაფშე სხვანაირი წარმოდგენა მქონდა რაღაცეებზე, ეხლა ძალიან გაასწორო, რაც ვითხარი. არა. სერიოზული პოდკასტი. ბევრი შეკითხვა დამებადა და რაღაცეებს მინდა რომ გავყვეთ. რა პირველი რადგან ესეთი ვაფშე აკლიმატიზაცია მცნება შენთან როგორ არის? ანუ გაწვრხებული გაქვს ხო ალბათ?
არა, ეგ ისეთი რაღაც არის, ნუ გააჩნია ეხა რა. ეხა მაგალითად მარტის ბოლოს ტიბეტში მივდივარ და ვემზადები სერიოზულად წამლებით და მთელი შემშურდა, ვაი, როგორ ტიბეტში კი არა, ბუტანში რა კარგად ვარ, ანუ ბუტანში მივდივარ, მაგრამ ნუ მეზობლები არიან არა. ნუ მაგრად შემშურდა მაინც. პირველად? კი. ჩემი ოცნების მოგზაურობა. ერთ-ერთი ჩემიც, აი როგორი ისა, იცი, მაგას დედას ვუწირებ, მაგას მალე იქნება რამე საინტერესო კონტენტს გამოვიდეს. იმედია შევირგებ, იმიტომ რომ იმდენად დიდი სხვაობა იქნება, რაც არასოდეს არ მქონია მე სიმაღლის რომ, მგონია რომ შეიძლება დამაგდოს და ვერცია მოვა და ვერცერაფერი. 12 დღე აუწესია. 12 დღეში მოასწრებ აკლიმატიზაციას? ნორმალურად ისე რომ თან თან ისეთ კომპანიას მივყვები, სახეს გამაძრობს. აი მით უმეტესთან. ეკაგელოვანის ტურია და არა მოგვასუნთქებს დილის 7-დან გაგვიგდებს ექსკურსიებზე. გაძლება მოგცეს ღმერთმა, გაძლება მოგცეს. სერიოზული იქნება და ნუ წამლებით და ყველაფრით, იმიტომ რომ ეკა ისე გულისყურით უყურებს ამ ყველაფერს და ყველა დეტალს ყოველთვის გვიზიარებს ხოლმე და სხვა შორის აქვე ვიტყვი რომ მიუხედავთ იმისა რომ ტუროპერატორი ვარ, მე ჯგუფურ ტურებს დავდივარ. აი ჩემი მოგზაურობა არის აუცილებლად ჯგუფური ტური. რა ვიღაცებს რო გონიათ რომ აი სვეცკოპა არის, შენ თუ აკეთებ რაღაცას. სვეცკოპა ის არის ბიჭო სხვა რომ მუშაობ შემაგიო რა. სვეცკოპა არის, სვეცკოპათ მე ანუ სვეცკად მუშაობ. მაგარი ტიპი ხარ, შენ რო შეგიძლია და ამ შესაძლებელზე პროცესი, მაგრამ მევასება პროცესი. მაგარი სანერვიულოა თავიდან როცა ვერ ერკვევი, მაგრამ მაგრამ მევასება პროცესი. თითქოს მეგან ვაგებ ჩემს ბედის წერას, აი ეგ შეგრძნება მაქვს ხოლმე რომ მეგან ვაგებ, მაგრამ მაგრად ხანდახან დრო და ნუ აი მოდი ესე გეტყვი, ChatGPT ძალიან გეხმარება ამ ბოლო დროს რაღაცეებში. ანუ ChatGPT-ის გარეშე მე დავიკარგებოდი 1-5 ქვეყანაში უკვე. ანუ ხო ხდებიან რაღაცა სისტემები როგორ მუშაობს. იგივე ბილეთები გაუქმდა და პანიკა რო გაქვს რა, თავიდან რო არიცი რა უნდა ქნა, ეხა ChatGPT-მ რაღაცა გამიუქმდა აზიაში და უცებ დამილაგა მოკლედ ჯიგარი გამოგონება. რის თქმა მინდა რა, რადგან ამდენს მოგზაურობ. შენი საყვარელი მიმართულება რა არის, სადაც უგევასება სიარული რა. როგორც სამსახური? არა, როგორც მოგზაური. აი ეს. საქმე იმაშია, რომ არსად არ ყოფილვარ ეგრე და ანუ მე ის ადამიანი ვარ, რომელიც სუთა სამსახურია ჩემთვის და ჯერ არ გამომიცდია. ანუ ერთხელ იტალიაში კი წამიყვანა ჩემმა მეგობარმა სტოპით და ეს შემდეგ და ეგ გამოცდილება მაქვს, მაგრამ არ მესიამოვნა ის. ავტოსტოპით? ხო, ავტოსტოპით არ მქონია რომ არ მოგატყო არასოდეს. ხო, ჯოჯოხეთი იყო. თან ისე წამიყვანა უპასუხისმგებლად, რომ ისიც არ დაარესერჩა, რომ იქ თურმე აკრძალულია ავტოსტოპი და 5 დღე რომიდან გავდიოდით მარტო აი. აგეთ ჩავედით ქვეყანაში ავტოსტოპის მსურველები და ამ დროს ქვეყნის მასშტაბით ეს აკრძალულია და არავინ არ გიჩერებს, იმიტომ რომ ჯარიმაა. აკრძალული რას ნიშნავს? ანუ ქუჩაში დამინახო რომ ესეთ გავარეთ, იქ ჩამარტყავენ თუ რას იზავენ? ჯარიმაა რა მე. დაგინახოს ჯარიმაა კი, ავტოსტოპი არ შეიძლება. განსაკუთრებით იქ რაღაცა. ავტოსტრადებზე დგომა და აბა გამიჩერე. ხო, ბაზარია. აქ საქართველოს ყველაფერი რომ მოსულა და სადაც გინდა იქ ჩამოდგები. აი მაგამ ბავში, აი რაც უფრო ბევრს მოგზაურობ, ხვდები რომ გასაგებია მედალს ორი მხარე აქვს, მაგრამ აი კემპინგ ზონების ამბავში მეგობრებო, ხა მე რომ მოტოთივ გაზავ ხოლმე რა, ეს არის ტანჯვა, როდესაც ძალიან დაღლილი გათენდება, უკვე რაღაც 20 საათია გზაში ხარ, არ გაგიჩერებია და ელოდები კემპინგ ზონას, იმიტომ რომ სადაც გინდა კარავს ვერ გაშლი, ჯარიმა იქნება. მაგამ ბავშვ დალოცული ქვეყანა გვაქვს რა, რომ სადაც გინდა მიეგდე, რამე არ გააფუჭო და სადაც გინდა გაშალე, სადაც გინდა დაიძინე, მაგამ ბავშვ ბევრი პლუსი. ხო, ნელ-ნელა ჩვენთანაც შეიძლება ეგ და ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს რა. ეხლა მაგალითად მარტივად რო გითხრა რატო არის აკრძალული ავტოსტოპი, ხო, ვიღაცა იტყვის რომ ხო, მიზეზი რა. აი, ვიღაცა იტყვის რომ ეგ იმიტომ აკრძალეს, რომ იქ უფასოდ და იაფად ვერ იმოგზაუროს ადამიანმა. რა სისულელია, უსაფრთხოება არის ნომერ პირველი რა. არა, უთქვამთ ეგრე სხვათა შორის. რა ეგ ეგონათ? კი, რომ აი რო ვერ ვიმოგზაუროთ უფასოდ და ფული გადავიხადოთ. თითქოს ზედაპირზე სისულელია. უსაფრთხოების პონტი იქნება. უსაფრთხოების ამბავი არის, იმიტომ რომ მაგალითად ძალიან ანუ ყველგან შეიძლება ვიღაცა შემოვარდეს და გადაგიაროს. ხო, რაღაცაც არა მე უფრო სხვაგან წავედი. გაგეჯახოს გაუპატიო. აი მე მაქეთ წავედი, ხო, რაღაცა ცუდი მოხდებოდა არა. გაძარცვის ამბავი თან იტალია ეხა ნუ და გავიწყდება ეს არ არის რაღაცა დანია და ნორვეგია რა. კი, დიდი სხვაობაა ძალიან ბაზარია. ემიგრანტები ცავსე შეიძლება იტალიელმა არც არაფერი არ გავნოს, მაგრამ კაცმა არც ის იქ შენ ვინ გიჩერებს. მასეა. ხო და ვის უჯდები? მე მაქეთ წავედი ეგრევე. ხელა ქვეყანა არის, ხო, ამხელა მოსახლეობით და ამხელა მრავალფეროვნებით ეთნიკური. ხო, აი ავტოსტოპს ეგ აქვს, რომ ვისთანჯდები, პროსტო ვისანდო ბედის წერას კაცმა არის ის რა. და რამდენი ვიდეო მინახავს დაშინებული ტიპების. კაი, ანუ ეს ეგ მაშინ გეგმაშია ახლა ტიბეტი თქვი და ამბავ გული გამისხდა. სად გაგისწორდებოდა როგორც ბიზნეს თავი გავანებოთ, რაღაც საქმეს თავი გავანებოთ შენ გემოზე და რატო? მე მიყვარს
ის რაც ჩემი ყოველდღიურობისგან ძალიან განსხვავდება. ოკეი. მაგალითად ევროპაში ვერაფერი ვეღარ მხიბლავს, აი სულ ძალიან ახალი და განსხვავებული რო ნახო, მაინც აღარ მომწონს რა, იმიტომ რომ რაღაცნაირად მაინც ევროპული ქვეყნიდან ვარ, არქიტექტურაც რაღაცა ერთფეროვანია თან ერთი ორჯერ რო ჩახოხდები, რომ გაი სიტყვას თუ ვენეციაში არ ჩადიხარ, რომელიც სტილისტურად განსხვავდება ძალიან, არქიტექტურა ერთი და იგივეა, თითქმის მენტალიტეტი მეტნაკლებად ერთი იგივეა, მოკლედ იწრუხდება მალე ევროპას ეგა. ხო, თან მოგზაურობის გააჩნია კიდე ადამიანი რაში ხედავს მუღამს რა, მოგზაურობის. ჩემთვის ადამიანებიც, მათი ვიზუალი, მათი კეთილგანწყობა, ხასიათი ანუ მოგზაურობა ეგ ყველაფერი ერთად არის რა და ეხა იტალიაში შეიძლება ისე იმოგზაურო, იტალიელს ერთ ვერ ნახო. მართლა გეუბნები რა. ხო, აი, იმენა იტალიელი ეხა საფრანგეთში ფრანგი შეიძლება ვერ ხო, კი, მაგას ვიძახი და ის ვერ მიიღო რაც გჭირდება რა, რომ აი ადგილობრივი და ასე შემდეგ. აი რომში მაგალითად შეიძლება არც სასტუმროში მუშაობდეს იტალიელი და ფილიპინელები თასავსე მით უმეტეს თუ დაბალ ბიუჯეტიან სასტუმროში მიდიხარ, საერთოდ იტალიელის ნასახი არ არის იქ და ქუჩაშიც რავი, ძირთად ეხა ეს ნამდვილი იტალიელები საკმაოდ ეკონომიკურად იმდენად შესაძლებელები არიან, რომ ნაყინი არ ყიდონ ქუჩაში. მოხდები რა? და აი ვისაც ეს ლაპარაკი ოსება კომუნიკაცია ამბების გაცვლა რაღაცა იმისთვის ეგეც მნიშვნელოვანია იმიტომ რომ არც საინტერესებს ეხა იტალიელი რატო ჩამოგიდგება მიუხედავად იმისა რომ ძალიან კომუნიკაბელურები არიან ეხა ძირთად შემთხვევაში ყველა ტურისტთან არ ჩამოდგება რა თან საუკუნეა უკვე ტურიზმი იქ არსებობს და დაიღალნენ კაცო აქციებზე გამოდიან ყოველ ზაფხულს ტურისტი არ გვინდაო ვინ ჩამოგიდგება? ხო, საქართველოს არა, რომელსაც უხარია ტურისტის ჩამოსვლა ბაზარიდან. აი აზიაში ეგ არის სავსე რა. მე გავგიშთ, პირველად ვიყავი ახლა. არა, პირველად ჩინეთში ვიყავი ერთი თვე, მანამდე ოღონდ ეს თეატრის გასტროლი იყო და 7 ქალაქი მოვიარეთ, მაგრამ მაშინ მარტო საქმე რო გაქვს რა, ანუ სპექტაკლიდან სპექტაკლს. ახლა ვიყავი ტაილანდში, მე ესეთი კულტურული შოკი, კარგი გაგებით, არასოდეს არ მქონია, 16 დღე ვიყავი და ახლა ერთი სული მაქვს, ანუ როდის გავფრინდ, შემდეგი ვიეტნამი უნდა ვნახო და ევროპა თითქოს გადავდე რა, თითქოს მოვჭამე თუ რაღაც. იქით მე სხვა ვაიბი დავიჭირე, ეს კომუნიკაციის ასპექტი, რომელიც ჩვენ თქვი, განსხვავებული ინფრასტრუქტურა, საკვები, მოკლედ, ნუ აზია ჩემთვის ახლა პრიორიტეტია. აეროპორტიდან რო გამოდიხარ. საოცარ ვაფშე, ანუ ეგ გაგიჟებული. სხვა სამყაროა რა. აი ეს პირველი ჩემი, ანუ ზოგადად ყველა ადამიანი, მაგრამ ევროპაში ნამოგზაურები ადამიანი ამას ვერ გაიგებს, ხა რასაც ვიტყვი რა. აი აზიაში რო გამოდიხარ, თბილისიდან რო ჩაფრინდი ამ სიცივიდან და უცებ აი ეს ჰაერი რო შემოვა რა, აი ეს რა ქვია მაგას ტროპიკული. აი მაკედან იწყება მთელი მუღამი და всё რა ჩვენებრივად სხვა სამყაროა და ნუ აფრიკაზე ვგიჟდები აფრიკაში ძალიან ბევრს ვიმოგზაურებ ალბათ როცა შედარებით ესეთი კარგი მდგომარეობა მექნება ფინანსური იმიტომ რომ ცხოველები ძალიან მიყვარს და არ დავდივარ ზოოპარკებში და ეგეთ ადგილებში იმიტომ რომ პრინციპულად აფრიკა მე არ ვარ აფრიკაში ნახოთ ძვირი სიამოვნება ამით უმეტეს ახლა ნაციონალურ პარკებში რო იარო. აი საფარის და ემის პონჩი ეს ტურები ძალიან ძვირია ალბათ. ძალიან არა, უბრალოდ ახლა ამ ეტაპზე წელიწადში ერთხელ შემიძლია ეგეთი ფუფუნების უფლება მივცე თავს, ხო? ახლა ბუტანშიც რომ მივდივარ, მთელი ჩემი 1 წლის დანაზოგია იქ გადახდილი. ახლა მე არ ვარ იმ ეკონომიკის ადამიანი, რომ ახლა ესე მარტივად ყიდულობდეს $4,000 ტურს. ხო და ეგრეა რა, ახლა 3000 პლუსია და ხან დრო არ არის და თან ხან ნახე ტუროპერატორისთვის როგორი რაღაცა არის გარდა იმისა რომ ფულს იხდის მოგზაურობაში თან კარგავს იმიტომ რომ ის სამუშაო დღეებიც იკარგება რა რომელში ჩემ ფული უნდა გამომგემუშავებინ ამიტომ სადღაც თუ $3,000 არის ხარჯი მოგზაურობის იქ იმ დღეებში რომ მე $2,000 ანაზღაურება უნდა მიმეო ის ზემოთია დამატებული ხო და რადგან ხა ეს ამ ეტაპზე ეგეთი ცხოვრება მაქვს მაგ ყველაფერს ვითვლი უყურებ და საზღურავ რა აბსოლუტურად გასაგები ამბავი თორე ისე ალბათ აფრიკას ყველაზე მეტად ყველაზე ნაკლებად დამენანება ფული აფრიკა აზიაში აი ეგ ფრაზა ეხა რაც თქვი რა აი ზუსტად ეგ თეზისი არსებობს ესეთი თეზისი რომ ალბათ ერთადერთი რაც არ უნდა დაგენანოს ფულის ხარჯვა არის მოგზაურობა. ეს არ იგულისხმება ალბათ მაინც და მაინც ბილეთის ფასზე და რაღაცა ზოგადად ცნება მოგზაურობაზე რა რომ შეიძლება ყველაფერზე დანაზოგი გააკეთო საკუთარ ქვეყანაში რაღაცაზე, მაგრამ როდესაც მოგზაურობ, აი იქ არ უნდა დაგენანოს. ხო, ეთანხმები მაგას? აბსოლუტურად. იმიტომ რომ მოგზაურობა ეხა, ნუ მე მგონია რომ ქართველი დამსვენებელი და მოგზაური აი როგორ რაღაცას ვაკვირდები ხოლმე, იცი სიამოვნებას ვერ იღებს უმეტესი ადამიანი მოგზაურობისგან რა. და დავკვირვები ვარ ჩემ მგზავრებს, თავისუფალი დრო რომ იმიცია, გაბრაზებულან რომ რა ვირბინოთ ეხლა და სადღაც შევარდეთ და რაღაცა ვნახოთ, იმიტომ რომ ეს სიღარიბის კომპლექსია რა. რომ იმდენად ისეთი პერიოდიდან მოვდივართ, რომ სადღაც ლიჟბი ხა გავედი რას დავიჯექი და ყავა დავლიე.
ამ დროს რა მაგარი მუღამია, რომ იტალიაში ერთ რომელიღაც ჩიხში ზიხარ და ყავას წრუპავ და გარშემო იყურები და რაღაცებს აკვირდები და ეგ ფუფუნება ეგ. ხო, ეს აკლიათ რა, ძალიან ესე ფასადური არის მათი სამოგზაურო ისტორიები და ძალიან აი მენანება ხომ ხანდახან რა ის ფულიც რაც დახარჯეს, იმიტომ რომ მივხვდი რომ რაღაცა რა ძალიან მნიშვნელოვანია ვერ დაუმღამეს იმას რა. იმიტომ რომ აი ეს სიღარიბე რომ აი ხა წამოვედი და ყველაფერი მინდა რომ ნახო. იქ შევასყდე, იქ შევვარდე და იმათიც მესმის. არა, აბსოლუტურად გასაგები ამბავი. სამწუხარო, მაგრამ გასაგები ამბავი. ხო. სხვა შორის სულ არის ხოლმე რომ თუ ისეთ ტურზე მივდივარ, სადაც მიკროფონი მაქვს, ესე ვთქვათ, აი ავტობუსი მემსახურება, ხო? მაგალითად ეგეთი იყო, დუბაი ძალიან მიყვარდა რა, მიუხედავად იმისა. დუბაი კლასია ძალიან. ანუ მე მიყვარდა ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, რომ სხვანაირად იყო იქ პროგრამა დაალაგებული და ძალიან კომფორტული იყო, როცა ეხა ტრანსპორტი გემსახურება და არ გიწევს რაღაცა და იქ პირველი რაც ვამბობდი ხოლმე მიკროფონს რო ავიღებდი და ჩავფრინდებოდით, იყო რომ მეთქი ვერსად ვერ დაიკარგებით, ყველგან გიპოვით, მიეცით საკუთარ თავს იმისი ფუფუნება, რომ სადღაც დამოუკიდებლადაც გახვიდეთ რა. ამას ვაგუებდი ხოლმე, იმიტომ რომ ჯგუფურ ტურებზე ეგ მიწებების მომენტი აქვს, რომ არ დავიკარგო შიში, რომ რაღაცა როცა უნდა დაიკარგო 2025 წელია ნებისმიერი ადამიანი ჩაგირთავს მობილურში ინტერნეტს და დამირეკავ და გიპოვი. რა სად უნდა დაიკარგო, სადაც მე ვერ ვიპოვი ადამიანს. ყველგან ვიპოვი. და აი ეს მუღამი რო არ დაკარგონ ხოლმე და ხელიდან არ გაუშვან, რაც არის რომ თავიანთ გემოზე გავიდნენ და გაიარ გამოიარო. თელი მუღამი. ხო, მარტო ის არ არის რა, ეხა ბურჯ ხალიფაზე ავედი და გადმოვიხედი, ანუ იქ, რა ვიცი, უამრავი სხვა რაღაცა ხდება კიდე და მე ორად ყოფ ხოლმე, არის ტურისტული მარშრუტები და ალბათ პირველი წლები როცა მოგზაურობდი, ალბათ ძალიან საჭირო იყო ეგ ტურისტული სიტყვაზე რა იგივე ბურჯ ხალიფა რაღაცა ლუვრი გაჩნია რა ქვეყანაში ჩადიხარ, რაღაცა მარშრუტები პროგრამა მინიმუმი რა, ანუ აი ძალიან შაბლონური სანახაობები რა, იფელი სიტყვაზე რაღაც. აფსა ადგილები. ხო, აფსა ადგილები, მაგრამ რეალურად აღმოვაჩინებ, როგორც კი დავიწყე ბოდიალი, ანუ თუ გინდა ქვეყანა აღმოვაჩინოს, ჩემი სუბიექტური გამოცდილებაა რა და არა რაღაცა თეზისი. როგორც კი დავიწყე ფეხით სიარული იქ, სადაც პირიქით არ მიდის მარშრუტი, ვიწყებ ნამდვილი ქვეყნის აღმოჩენას. იმ ხალხთან კომუნიკაცია ყველაზე ღარიბ უბნებში მიყვარს ხოლმე სიარული, იმიტომ რომ და მაქსიმალურად ვცდილობ ტიპებს ველაპარაკო რა. იქ საკვები ობიექტი იქნება ქუჩაში ვიღაცაზის ჩამოუждები. ანუ თუ გინდა რომ ნამდვილი პულსირება აღმოაჩინო ქვეყნის, ის ყველაფერი კარგია. იდეალურ სამყაროში იმის დროც გაქვს რომ ისიც ნახო და მე ფეხით იბოდიალო. მაგრამ სიტყვაზე მე რო არჩევანი მქონდეს და ჩავდიოდი მეორე და უკვე ნანახი მაქვს ეიფელი, აღარასოდეს აღარ ავიდოდი მეორედ ეიფელზე რა. იმიტომ კი არა რომ რამეს ვერჩი. უბრალოდ თუ გინდა რომ ქვეყანა აღმოაჩინო, ეგ იწყება იმ ნაბიჯებით რა, როდესაც იმ მარშრუტიდან გადაუხვევ, რაც აი დაგეგმილი იყო. ოღონდ როგორ რაღაცა ის სხვა ეტაპია ცხოვრების რა. შენ იმიტომ უკვე ეგრე ხარ, რომ ის რაღაცები უკვე ყველა პოჭი ის არის პროგრამა მინიმუმი, ხო? ის არის პროგრამა მინიმუმი. ცხოვრებაში ადამიანმა უნდა გაიაროს და მე ეწება ეგ მოთხოვნილებები, რომ აბა ახლა გავიარო იქით. მე სულ ვეუბნები ხოლმე ადამიანებს, რომ იცოდეთ, რომ თქვენ აქ კიდე უნდა დაბრუნდეთ. და დაბრუნდეთ უჩემოთ რა. ახლა ვენეციაში ძალიან ხშირად მაგას ვეუბნები ხოლმე ადამიანებს, რომ აქ კიდე უნდა დაბრუნდეთ უჩემოთ. იმიტომ რომ ეხა ერთია მე რა გაჩვენეთ, მაგრამ აქ სიამოვნებას იმით ვერ მიიღებთ, რომ ირბინეთ და მუზეუმში გატარეთ. ეს ყველაფერი რომ ნანახი გაქვს და ეხა მეორედ რომ დაბრუნდები და მე მაგისი არ მეშინე ეხა ტურისტულ კომპანიებს მაგის შიში აქვთ ხოლმე რომ თავისითაც რომ იმოგზაურონ. პირიქით იმოგზაურონ, ანუ ძალიან მაგარია. ადამიანებს ისეთ დონეზე ვუხსნი ტურის ბევრი გიდისგან გამიგია რომ მე ვცდილობ რომ ისე ჩავატარო ტური რომ თვითონ ალღო არ აუღონ ქუჩებს და მე სულ ვუხსნი ადამიანებს აქ რატო შევუხვიე იქ რატო გავჩერდი რომ ამათ მე დამოუკიდებლადაც გაუთამამდნენ და ეს ყველაფერი აკეთონ რა ელემენტარული საღამოს მე ტური მოვჭი რატო უნდა შემოხვიდე შენ სასტუმროში და დაიძინო მე იმიტომ ვიძინებ რომ დავიღალე კაცო ჩემი სამსახურები დაიძინო ცნება ეგეთ დროს ანუ აი გორშორს აი ალბათ ჯამში ძინოს 15 წუთი ან როიცი რომ ეს ხო იქ არ გათენდა რა დილა საბურთალოზე არ გამიღვიწია რა გავიღვიძე სადღაც ვარ და რამდენჯერ მოგზაურობ წელიწადში უყურე ყოველ ზაფხულს ძირითადად რა მაგ ეხა პროექტის სახით არის ხომ მაგრამ არის ეს მოტოტურები სადაც რაღაც რო დავქოქავ საქართველოში წრეს ვარტყავ რა ევროპა ხომ ძირითადად 10-15000 კილომეტრი და რაღაც 10 ქვეყანა 15 ქვეყანაც ყოფილა არის ხოლმე რაღაც ორკვირიანი ესეთი გასვლები ტაილანდის ამბავში რაღაცაში ანუ წელიწადში მოდი ასე ვთქვათ ეხლა რაც ბავშვი გაჩნდა ცოტა სხვა მენეჯმენტია დროის მაგრამ ნუ მინიმუმ 3 ჯერ მაინც ვცდილობ ისეთ გემრიელ მოგზაურობებს რა ბევრი რო ნახო და ასე შემდეგ რა ხო
ხო, გასაგებია. დრო რომ მქონდეს მეცაც ვიზავდი. მე კიდე ერთ სულ მაქვს, როდის მივიძინებ. შენ მოგიყვე შემით. აი რა ძილი საჭიროა, მაგრამ კიდე ერთხელ მე ძალიან ისა მაქვს ხოლმე, რა მენანება რა. ყოველთვის გასტროლებზეც მენანებოდა, რომ აი ხალხი ნომერში შედიოდა სვისქოდა, რომ გეღვაწებით არ დავტოვოთ, ვეთ გავიდეთ რა. მე რა რომ 4 საათია. იქ ქუჩის იქით რა არის კიდევ რა იქნებ რამე კაფეა, იქნებ რამე ძეგლი დგას, რავი რაღაცა ვნახოთ რა. მაგ მუღამია კი. აი ხა ფრაზა ახსენე. აი ადამიანური ფაქტორი და რა შევხედოთ რა. ბიზნესი, ჯგუფური ტურები, ძირითადი აქცენტი, ანუ ტურისტული ბიზნესის კონკურენტი, კარი რელევანტური სიტყვაა? არის ადამიანი, რომელიც თვითონ მოგზაურობს? თუ მაინც არის ნიშები, რომელსაც მარტო აი ხა მე როგორც გაზავ ვერ შევავსებ, რაც არ უნდა მინდოდეს. რა და ჭირდება აუცილებლად ტურისტული და მარტო ის შეძლებს რაღაცის ორგანიზებას, რასაც მე ვერ ვიზავ. კონკურენტი ალბათ ესე არა, იმიტომ რომ ხო ყოველთვის ხა მაგალითად კრეტაზე ძალიანაც რომ მოინდომოს ადამიანი თვითონ ვერ წავა და თუ წავა ორი იმდენი დაუჯდება ვიდრე ჩვენთან რო იყიდოს, ხო? ანუ რაღაც სერვისებია, რასაც ვერაუცევ რა, გვერდს რა. მაგრამ ესე ჩვეულებრივ თან როგორი რაღაც არის, იცი? პერიოდებთან ერთად ადამიანების გემოვნებები იცვლება რა. ნელ-ნელა შემოდის, რომ რაღაცა პაპსა კი აღარ უნდათ, რაღაც განსხვავებული უნდათ რა. იმ იტალიაშიც მარტო მაგალითად დუომოს კი არ ეძებენ, რომელიც ყველა მხრიდან საიდანაც არ უნდა გაიხედო მიაგნება. არამედ ისე დამალულ ადგილებს, რომელიც Google-ში ნაკლებად იძებნება. და ნაკლებად არის ესე ცნობილი. ხა მაგალითად მილანში არის ერთი ტაძარი, რომელშიც მთელი პასუხისგებლობით მინდა ვთქვა, რომ ქართველი იქ ნაყოფი არ იქნება, რა. თუ ადგილობრივი არ არის რა. და იმდენად ლამაზი და შთამბეჭდავი ტაძარია. აი ეგეთი ადგილებია. დუომოსთან გავატოლებდი რა. მართლა? კი. ისეთი მხატვრობაა შიგნით, რომ რაღაც ხაპარია რა. სადმე მიკარგულშია იმენა ფეხტუნაია რა. ხო, აი მილანი ხსავსია ტაძრებით, ეხა თუ არ იცი რომ იქ ის ხდება, ეხა მე რატო ვიცი 13 წელია, რა მე რამდენად ვარ მილანში ნამყოფი, ხო? და როცა ტურისტს მიუშვებ ხომ მუზეუმში რაღაცა ხო უნდა აკეთო, ეხა ხო არ დაჯდები დებილივი და იქნები, ეხა მე მით უმეტეს არ მევასება რა, ეხა თუ გარეთ ვარ, ვარენ დავდივარ. ვერ გეტყვი ან ტურის ბოლოს მინიმუმ 30 კილომეტრს დავდივარ ხოლმე დღის განმავლობაში. დაახლოებით იგივე მაგ მეც კი. ხო, გიჟივი დორბივარ, ანუ ვერ დამიჭერ ერთად იოს, ხო და ამ ძებნაზე ყველგან ვიხეტები, ხა მე მაგ მაგის ფუფუნება, ხა მილანში ალბათ ჯამში რამდენიმე თვე მექნება გატარებული და რამდენიმე თვე რო დადიხარ და სულ ახალ სივრცეებში შედიხარ, სხვანაირად იცნობ ქალაქს და ესე შემთხვევით წაწყდომილი ადგილია რა. ხა Google-ში რო დაძებნო რა ვნახო მილანში არასოდეს მე-9 გვერდზეც არ იქნება. ხო, რა Google ისეთი თემაა, ეგეთი რაღაცა, რამდენიც ჩამიწერია. მირჩი ესა და მაგარი გვერდწყობები, ანუ. და შენ მე რა ChatGPT მაღაზია არ დგას? არა, ChatGPT-ზე რა, ძირითადად მე ან რაღაცა ნაცნობობა, არჩევა, ვინც იქ ცხოვრობს, ეგეთი თუ არის, ან რაღაცა მოგზაურთა ჯგუფები, რომელიც აი ეგეთ ადგილებს გეტყვის რა, აი ძალიან underground ადგილებს, ხო იცი? ხო, შორის ერთ-ერთი პირველი რაც უნივერსიტეტში მასწავლეს, ადგილობრივ საკითხო იყო რა და როგორც კი დავივიწყე ეგ ლექტორის ეგ რჩევა, მაშინვე დავიკარგე. იმის მერე ცხოვრებაში არა მით უმეტეს ქართველ ემიგრანტს არ ვკითხავ, აი არასდროს მიწავდა გამოსცემს. რაზე არის ეგ თეზის დაყნობილი? ანუ თეორია არის ეგეთ რაღაცაზე, რომ თან მოგიყვები რა, მოკლედ მთელი 4 წელი ლექტორი მიმეორებდა, რომ ადგილობრივ საკითხო. ადგილობრივ საკითხო და მართლაც ეხა სულ როგორც პიროვნება მარკითხო თუ როგორც ტურისტულ მარკითხო, ანუ განსხვავება ნებისმიერ შემთხვევაში, ანუ ადგილობრივს არ უნდა კითხო. და მეთქი რავი, არასოდეს პრაქტიკაში მე არ დამჭირდება და ერთ ჩვენიერ დღეს ვარ მანგლისი ბეთანიის გზაზე. მოკლედ გზაზე რაღაცა მოხდა, ის მარშრუტი და ის გზა, რომელიც მე მინდოდა გადაკეტილი იყო და უნდა შემოალ ლაშქრობა იყო რა, ტყეში მიდიხარ და უნდა შემოგევლო და ეხა ეს ისეთი პერიოდია GPS-ი, Google-ი და დღემდე არ არის ეგ ტერიტორიები Google-ზე, ხო? ანუ თავიდან ბოლომდე გუმანით მიდიხარ, ხო? აი ძალიან შემეშინდა რომ მივხვდი რომ ის რაც დაზეპირებული მაქვს, არ არის და რაღაცა ახალი გაქვს ოფო მოსაძებნი და უკან 20 კაცი მოგდევს რომელიც დარწმუნებულია რომ შენ იცი რას წაკეთებ. და ნუ რაღაც მომენტში ადგილობრივს კითხე რომ იგი საით უნდა წავიდე. საიდან მატარა რომ მივედი დანიშნულების ადგილზე მზე ჩავიდა ანუ ტური ანუ დაწყებული არა მაგრამ სწორი თეზისი იყო რაც ლექტორი გეუბნებოდა არ ნახე როგორ რაღაც არის ადამიანის ბუნება მარტო ქართველის არა ისეა მოწყობილი რომ ძირითად შემთხვევაში მასას არ უყვას თქვას არ ვიცი
ეგ არის ეგ ფსიქოლოგია. და თან მით უმეტეს ახლა აქ ცხოვრობ და შენ ჩამოსული მეკითხები საიდან მივიდე ბეთანიაში, რანაირად არ ვიცი, ან რაზე მეტყველებს, რომ ამიტომ შევთხზავ გზას, მოვიგონე პრობლემით. გეტყვი ახლა აქედან წადი და შერეს დათვის ბუნაგი, ხო, ბაზარია. ხო და გამიშვა ჯოჯოხეთში რა. ანუ საქართველოს მე მეგონია ქვეყნის გარეთ არსად, ანუ ყველგან ეგეთი თემა არის რა, ზოგადად არსად არ ვეკითხები და ესე ჯგუფებით რომ დამინახავენ ხოლმე ქართველი ემიგრანტები და ძალიან საყვარლები არიან. მოვლენ და ჩემ ჯგუფის წევრებს ახლა თან ხომ ცნობენ მეტნაკლებად ახლა აქტიური ვარ და ბოლო პერიოდში ვხვდები რომ ადამიანებმა რომ დამინახეს მიხვდნენ რომ ჩემ უკან 20 კაცი მოდის და მაგიტო წამოვიდნენ რა. ეხაც რო ვიყავი ვენეციის კარნავალის ტურია და ვიღაც ქალბატონი მოდის იტალიაში მაცხოვრებელი ქართველი ემიგრანტი და ჩემ გასაგონად ხვებს უქნევს თიც. ისე არ წამოგიყვანოთ ამან ვენეციიდან რომ მურანო არ ნახოთ. ხო და ბიჭო გასაგონად. ხო, ჩემ გასაგონად და მე ატყდნენ ესენი ამ მურანოზე. ბიჭო, მე უკეთ არ ვიცი, ჩემ პროგრამაში, ჩემ შეზღუდულ დროში რა არის საუკეთესო, მე მაქვს ეს დალაგებული. რა არის ღირებული? იქამდე რომ მივიდე 2 საათი უნდა დავკარგო და რო წამოვა კიდე 2 საათი უნდა დავკარგო და რის გამო, რომ ფერადი სახლი განახო? ფერადი არ არის მთელი ისა? ანუ ხო ხვდები, იქ თუ რაღაცას არ ყიდულობ და რაღაცა კონკრეტული მიზნისთვის, მურანოზე რო გადადიან ადამიანები და 2 დღით რო არიან ვენეციაში, სულელები არიან რა. გონზე არ არიან რასაკეთები, რატომ უნდა გადახვიდე იქ? როცა აქამდე რაღაცა ხდება და ვენეცია ხალხს გონია ეს დოჟების სასახლის ტერიტორია და იქით კუნძულებზე რო გადახვიდე იქვე ანუ მთავარ ტერიტორიაზე 1000 რაღაცა ხდება და რავი ტინტორენტო და ტიციანი და 1000 საინტერესო რაღაცა ხდება მესმის შეიძლება არ გაინტერესებდეს ეს ტინტორენტო და ტიციანი მაგრამ მაგალითად როგორ ხატავენ ნამდვილ ვენეციურ ნიღბებს ხო შეიძლება გაინტერესებდეს სად მოიხატა ისა რა ქვია ზოროს ნიღაბი რომელ მაღაზიაში 1000 რაღაცა ხდება სად მიეხეტები იქ ან და იმავე მეორე ჯგუფში, ანუ მიყოლებით ყავდა 2 ჯგუფი და იმაზე ვდგავ რა ქვია მილანში დუომოზე და იქაც მოდის ქალი და ისე არ წაგიყვანოთ მილანიდან რომ კომბოსტბა არ განახოთ. გაქანებული თებერვალია რა მინდა კომბოსტბაზე. თიც თვალთან ვერ მიიტან და კომო მაშინარი ლამაზი გამწვანებული როა, აბიბინებული როა და რო გაიხედავ რაღაცას დაინახავ და თებერვალში ისეთი ნისლია კომოზე ჯერ ხო უშნოა, იმიტომ რომ აი მართლა მთელი კომოსილამაზე არის ის ლანდშაფტი რა, რომ გადაბიბინებული და გადამწვანებული და ესე ტუპად რაღაცას ურჩევენ. მე ესენიც რა თქმა უნდა ფიქრობენ რომ უი დიდი რაღაცა დაკარგეს, არა და რამდენჯერაც ადამიანმა არ დამიჯერა და ზამთარში კომოზე წავიდა, მომწერა კიდეც რომ რა დებილი ვარ, არ დაგიჯერეო. ანუ ეგრეა. რა გინდა სადაც არ არის ის რაც უნდა იყოს, რომ მიდიხარ სანახავად. მარტო ის თქვა რომ კომოზე ვიყავი, რა პონტია ეხლა. ეხლა რა დემომიდით, საერთოდ ყველაფერს ვუყობთ. მე აქ რაღაცა პონტებია ხოლმე, სადაც აი ესე გამოცდილი ტიპები ამ რჩევებს იძლევიან რა, ზოგი რაღაცა აპლიკაციაა საქმებული, ზოგი რაღაცა გრუპები არის. არ გიფიქრია რომ გააკეთო ეგეთი რჩეველის პონტი, სადაც ამ ენაზე აი ხარ აენაზეც ამიხსენი ზედმეტი ოფიციოზის და დავარცხნის და რაღაცეების garaშე აუხსნი ადამიანს მაგას ისედაც ვაკეთებ ვინც დამირეკავს ყოველს ვეუბნები ესე რომ ეხლა ცალკე მაგაში რესურსში ჩავდო ეგ კი არა სხვათა შორის ან შენ Facebook გვერდზე რაღაცაზე YouTube-ზე რაღაცაზე ძალიან ვინანე საერთოდ რომ ტელეფონი ავიღე და ვიდეოების ჩაწერა დავიწყე რა რატო და ჩემთვის ძალიან ცუდი რაღაცა აღმოჩნდა იმიტომ რომ ადამიანები ისე უცერემონიოდ მირეკავენ და რჩევებს მეკითხებიან და მთელი დღე მე მაგათ პასუხში გამდის რომ ძაღლის საჭმელი ვეღარ მიყიდია თვის ბოლოს იმიტომ რომ როდის ვიმუშაო ანუ თუ მთელი დღე ესე უნდა მირეკოს ვიღაცამ და მკითხოს აბა იაფად როგორ შევიდე ვატიკანში ამასიან ერთ ქალბატონს ცოტა უხეშად მომივიდა რომ უთხარი რომ მეთქი რავი რას ფიქრობთ რომ ყველამ თქვენაირად რომ თხოვს ანუ მასწავლეო ვიღაცა ერთხელ ნაგლად მირეკავს და მეუბნება მასწავლე ტურიზმიო კურსი მაქვს ჩაუგდე ლინკი და იყიდე და ისწავლე არა ეს ჯიგრულად მეუბნება ანუ ხალხს გონია რომ რადგან ტელეფონს ხელში იღებ და რაღაცა ურჩიე მე ზოგადად ესეთი ვიდეო შენი ბრალია მე 9 ჯერ უპასუხე მეათი და აღარ უპასუხო და მორჩება ზარები ხო რა მაგრამ ხა ეს ვისეთყვის ვიღაცას ეთყვის აი გამაშავებს ვიღაცასთან მაგრამ ეს უზრდებლიო თან მისი მეგობარი რატო რო კარტები არ გადმომიხსნა ეს არ ვქიო რა ანუ თემა რა არის რა რომ ადამიანები ჩვენთან იმას კი ვერ ხვდებიან რომ ერთი ვიდეო რო ჩავწერე და გირჩი ამაზე იყავი მადლობელი რატომ ავალდებულები იქნება მე ბულების ამბავი აღარც მაგის სივრცე მაქვს და მინიმუმ ხასიათი არა მაქვს რომ მირეკავენ ხოლმე რაღაცის გასარეკლამებლად აი შუამავალი კომპანიები პირდაპირ ვეუბნები რომ იცი რა ხასიათი თუ არა მაქვს შეიძლება 2 თვე არ მომივიდეს და ეხა შენ რომ ამის გარეკლამება გინდა და ხვალ რომ ამის დრო აღარ არის მე რომ 2 თვე ხასიათზე ვერ მოვალ ამ ვიდეოს გადასაღებად ანუ ფულზე ვამბობ უარს და შენ რომ უფასოდ მავალდებულებ რომ შენი რჩევები გავცე და თან რაღაც პონჩი ანუ მაგით შევულობ ფულს რა ყველაფერი თუ ყველას ვასწავლე სად როგორ შევიდე სად როგორ გამოვიდე მე რითი ვიმუშაო ბოლოს. არა, შენი ხარ ასაც იძახე, ეგ არის იმენა პროფესიული ამბები. მე რას ვძახი? ეხლა ტაძარი რაც ახსენე, ხო იცი?
ძალიან მიკარგულში ვერასო ეს ვერ მიაგნებო. ადამიანი ტურზე თუ თვითონაც ყველაფერი ჩაუწიკწიკე და დაუწერე პოსტად და თვითონაც შეუძლია რომ მიადგეს რა. ლოგიკა არის მაგას. ხო, რატო წამო მთელი ჯგუფური ტურების მუღამი რა არის რომ რაღაც ისეთ ადგილებს გაჩვენებთ, რასაც თქვენ თუ ვერ ნახავდით. თუ რატო წამოვალ? ნუ რატო წამოვალ ხა განვითარებული ქვეყნები, სადაც ფული დეფიციტი არ არის, იმიტომ დადიან რომ კომფორტია. ბაზარი არა. და ესე აი მე მქონია ხოლმე შემთხვევა რა დავკვირვები რა ადამიანებს ისე მოუვლიათ 5 დღე ქალაქები რუკიდან თავი არ აქვთ ამოყოფილი დაარბიან ეს გიჟებივი და რუკა და ის საით როგორ ანაირად რო კითხვა არაფერი ანახი არ აქვს იმიტომ რომ მთელი დღე ჩაჩერებია როგორ მივიდეს რაღაც ადგილ და ჯგუფურ ტურზე ეგ არის რა მიყვები გიც და იღებს სიამოვნებას იმ პროცესში გარშემო რა ხდება და იმაზე არ ფიქრობს აი შეუხვიო რა ეგ ძალიან დიდი რაღაცა არის ეგ არის მაგას ეხა ყველას ვერ დაანახებ რა მე კიდევ ვიმეორებ რა ვიყო ყველაზე მეტად მე შემიძლია ალბათ ნებისმიერ ტური დავაორგანიზო საკუთარი თავისთვის მაგრამ როცა დრომა ყოველთვის ჯგუფურ ტურზე მივდივარ რომ არ მიდეხ კიდე მაგაზე მე ვიფიქრობ ხო ეგ რო თქვი გამიკვირდა ეხლა არასოდეს არ აი წლებია რაც ცოტა ეკონომიკურად იმდენი საშუალება მაქვს რომ სხვის სერვისში ფული გადავიხადო ვიხდი მირჩენია რა აი ეკამ იფიქროს ეხა იმაზე რასაც მაგ ჩემი მიმართულებით მე ვფიქრობ რატო ვიწვალო თა როცა იცი ვის ანდო ეგ ხო თო როცა იცი ვის ანდო ვის ანდო ეგ თემა არის ვა რამდენი ძალიან საინტერესო რაღაც მოვისმინე სფეროზე რომელიც გონში არ მეგონა რაღაცები ვიცოდი მაგრამ თურმე ძალიან ვწდება კიდე ერთ რაღაცას დავამატებ დღეების წინ შემხვდა ესეთი პოსტი და ჩემმა Facebook friend-მა ძალიან გამაღიზიანა მისმა კომენტარმა რა გოგო წერს Cheap Travel-ში რომ პირველად მაგარ რეკლამას კი უკეთება რა და ჩემთვის ყველაზე ცუდი ჯგუფია რაც კი არსებობს იმიტომ რომ არეკლამებ თელი პოდკასტი და აი არ ვიცი საძაგლობები ხდება ხოლმე იქ უნდა ვნახო მოკლედ გოგო წერს რომ პირველად მივდივარ ოჯახით ბავშვით არასოდეს არ მიმოგზაურია და რას მირჩევთ ტურისტულ კომპანიას მივმართო თუ ჩემით დავგეგმო და ყველა უწერს რომ შენით დაგეგმე ეს არის როგორი ბოროტული რჩევა და უვიცი რჩევა, იცი? იძახის ადამიანი რომ პირველად მიდის. შენ რო ურჩევ რომ შენით გააკეთეო, რა იცი მის უნარებზე? რა იცი სტრესულ სიტუაციაში როგორ შეუძლია რომ იმოქმედოს? რა იცი პრობლემა რომ შეექმნება, რა უნარები აქვს ამას რომ ეს პრობლემა მოაგვაროს? შეიძლება ჯოჯოხეთად ექცეს მისი პირველი მოგზაურობა. ამიტომ თუ ადამიანი ოდესმე ტურისტულ კომპანიაში უნდა დაუკავშირდეს და ტურით წავიდეს, პირველ მოგზაურობაში უნდა წავიდეს. აი იმ პირველ მოგზაურობაში საკუთარ თავს რო გამოსდის, ადამიანმა თვითონაც ის რა შეუძლია. საკუთარ თავზე ინფორმაცია ჯერ თვითონ არ აქვს და შენ ვიღაცა ნაგლად და ესე უაზრო და უვიცად რომ ურჩევ რომ შენი წადი. ყველა ვინც ამ რჩევას გასცემს ძალიან ცუდი ადამიანია რა. 100%-ით მართალი ხარ. ისეთი ექსტრემალური რაღაცეები იყვიძებ შენში, როდესაც ისე არ მიდის როგორც გონი. წარმოდგენაც არ მინდა, ანუ აი ბავშვთან ერთად ეგ რაღაცა რომ აი ის ხაიები რაც მე მემართება ხოლმე სიტყვაზე მარტო რომ მოგზაურობ და რაღაც მომენტში გისწორდება საკუთარი თავის გამოცდა არის და ზრდა ბავშვთან ერთად ეგ რო დავემართოს ხო ზოგი ისეთი პანიკიორია. მე მყავს მეგობარი რომელიც პირველად რომ მივდივარ თან ჩემ მეგობარი რო გამოიყვანო ძოლთფილისში და დატოვა ისეთ პანიკაში ჩავარდება უკან ვერ მოტრიალდება სახლამდე. ანუ არიან ადამიანები რომლებსაც არ აქვთ ამისი უნარები რა. არიან ადამიანები რომლებიც რა ვიცი არიციან როგორ მოძებნონ ავტობუსში ან რო ურჩევ ესე პირდაპირ მშრალად ანუ როცა ადამიანი მირეკავს რომ მეუბნებიან ხოლმე გამარჯობა რაღაცა როგორ ფიქრობ თქვენ ტური მომეწონება ხშირად მეკითხებიან ხოლმე აი მირეკავს და მეუბნება რომ ყიდვას აპირებს და როგორ ფიქრობ მომეწონება თუ არა პირდაპირ მეუბნები ხოლმე რომ არ ვიცი ვიღაცა ადგება და მოგეწონება მაგარ ტურს ვაკეთებ. არ ვიცი გიორგი მე შენ ჩემი ტური მოგეწონება თუ არა. შენ ჯერ უნდა მითხრა ბევრი რაღაცა შენზე, შენს ინტერესებზე, შენს საჭიროებებზე, შენს ღირებულებებზე და მე გეტყვი მოგეწონება თუ არა ჩემი ტური. ეს როგორ შეიძლება ადამიანს რამე ურჩიო, საერთოდ რო არაფერი იცი მასზე რა. ან ჯგუფური ტურით არ წახვიდე ინდივიდუალურით წადი. რა იცი რომელია მის შესაფერისი ამას წინათ მე და დორი მივსეირნებთ ქუჩაზე და უკან მოყვებიან დაქალები და ერთი დაქალი მეორეს ეუბნება ვერ გადამიწყვეტი აუ ჯგუფური ტური წავიდე თუ ინდივიდუალური თუ და ეს დაქალი ორჯერ სადღაცას გაეხეტა და უკვე ზუსტად იცი სპეცია რა ინდივიდუალური წადი რა იცი რა ინტერესებს ამა და შენი ტუპის ცალია და სიამის ტუპები ხართ და ერთნაირი ინტერესები გაქვთ როგორ შეიძლება ადამიანს ესე ურჩიო ამიტომ ხო ეგ არის რა რაღაცას რომ მეკითხებიან ხოლმე ჯერ ვეძიები ვინ არის რა ჭირდება რა შეხედულებები აქვს, რა საჭიროებები აქვს და მე ურჩევ რა. ანდერსკაც უდგები, მაგდენი ფსიქოლოგიის ამბავი თუ არის იასნად მაგრა ასწორებ. ეგ არის ხა, იცი რა, როცა კიდევ ვიმეორებ, ჩემი პლუსიც და მინუსიც არის ის, რომ მე ტურ ოპერატორი ვარ პროფესიითაც, როცა პროფესიით, ანუ რაღაცა ხარ, მაგალითად ჟურნალისტი. უკვე შენთვის ისეთი სენსიტიურია ყველაფერი. ესე უბრალოდ
მიკროფონი დავიჭირი აღარ არის რა, ეთიკა არის იმის უკან. უამრავი რამე არის, რასაც უყურებ რა და არ გინდა რომ ესე მასა იყო რა და რასაც ყველა აკეთებს ისაკეთო, თორე ის რო ვაკეთო, რასაც ყველა აკეთებს, 3ჯერ და 4ჯერ მეტი იქნება ჩემი შემოსავალი. მაგრამ უარს ვამბობ ფულზე, იმიტომ რომ მთელი ჩემი მუღამი ეს არის რა. ეს 17 წლიდან ვიცი რომ მე ტუროპერატორი უნდა ვიყო და კარგი ტუროპერატორი უნდა ვიყო. ის კი არა რომ ფული გავაკეთე და კანტორა მქონდეს. ეს კი მიდგომა სვეტში შესაშურად მომგებიანი არა ამიტომ თუ რამეს ვიქნებ ხალხი დამას წარი მომგებიანის რა გითხრა მაგრამ მიდგომა ძალიან პროფესიონალურია ყველაზე წარმატებულები არიან ადამიანები ჩემი დაკვირვებით საქართველოში ეხლა მე არ ვამბობ მეცნიერებზე და ეხლა გიადვალზე და იმაზე რა აი ესე ჩვეულებრივ რა ჩვეულებრივ მოკვდავური თუ თავის პროფესიით არ მუშაობს ყველაზე წარმატებულია რა ჩემი დაკვირვებით ჩემი მეგობრები ვინც ვიცი რა ეგ საქართველოს სერია ხო? მე ხარ ვიცი სხვა ქვეყნებში მე მგონია რომ ზირთად საქართველოში უფრო ისეთი არის. უფრო თამამი ხარ, უფრო გაბედული ხარ და კიდია ეხა სადღაცას შხაპს რომ იღებს ვიღაცა, ნამდვილად ზღვას დაინახავს თუ მთას. ხო, ეგეთი რაღაც. და გასწორა, ბევრი საინტერესო რაღაც მოვისმინე მართლა, ბევრი რაღაცაზე ჩავფიქრდი, ბევრი რაღაცა ბევრად საინტერესოდ გაიშალა ვიდრე მეგონა. უყურე სანამ ფინალისკენ გადავართ, ფინალი არის დესერტი რჩევები ხოლმე. ესეთი რაღაც მაინტერესებს რა რომ რეალურად სოციალური ქსელი დღეს როგორც არის იარაღი, ისევე არის შენსკენ მოშვერილი იარაღი რა. იმაზე არ პედალირებ წეღარას თქვი, მაგრამ რადგან ხშირად გამოჩნდი და ხშირია რა, შენი ეს რაღაცა ვიდეო კოლაჟები სხვადასხვა თემაზე ამ სამყაროში, ანუ ამ მიკროსამყაროში, რასაც ტურიზმი ქვია, ფიქრობ, რომ აქეთ განავითარო თემა, იმიტომ რომ ბევრი სიტყვაზე სხვადასხვა სტილისტიკის ბლოგერი არის საქართველოში, მაგრამ აი ამ ფუნდამენტალურ საკითხებზე, რასაც ქვია ტურიზმის შიდა ასპექტები, შეიძლება მე არ ვიცი და ბოდიშს ვიხდი და ვიღაცა ამას წლები დაუთმო და 5-იანზე აკეთებ, მაპატიე თუ ეგეთი ხარ და მე არ ვიცი, მაგრამ თითქოს არავინ არ მახსენდება. მაგრამ ეს ნიშა ძალიან საინტერესო და უფრო საინტერესოზე მეტად საჭირო ნიშა არის. ხო არ გიფიქრე რომ კონტექსტში YouTube იქნება, TikTok იქნება, მნიშვნელობა არ აქვს პლატფორმას. აქეთკენ რო რაღაცა ვიდეოები ბომბო და აქეთ განავითარო. მიფიქრია, მაგრამ ისევ იგივე რაღაცას წავაწყდები რა, არ იქნება საკმარისად წარმატებული. აი შენ ახლა ვინ გახსენდება საქართველოში იუთუბერი, რომელიც მოგზაურობასთან კავშირშია და თან ანაზღაურებადია. ბევრი რამდენიც კი. მაგალითად 4-ს გეტყვი, რომელიც ითვლება ერთი მითხარი. ნუ ახლა ყველას პირველი სოსო ახსენდება, ყველა პონჩი. სოსო თუ მოგზაურზე ვლაპარაკობთ რა. სოსო და ნებისმიერი ეგ იუთუბერი ფულს რითი იღებს. product placement-ი, ტირე, სპონსორები რა. ხო. და ვინ არიან ეგ სპონსორები? ვინ არის საქართველოში გადამხდელუნარიან? გააჩნია მოდი ასე ვთქვათ, ყველაზე დიდი მონოპოლისტები, ბეთები, არა, უფრო არანაკლებ დიდები შემოვიდნენ. ბანკები. მე მაგ პრობლემა იმაში, რომ უაზრო ვაღიარებ რა. ვაღიარებ ხშირ შემთხვევაში გადამეტებული და უაზრო პრინციპები მაქვს. აი შენ მაგას არ გავარეკა, ანუ ამის გარდა არის მილიონი, აბსოლუტურად მესმის ეგ ლოგიკა. მაგს არ ვიზავ. იმდენ რაღაცას ჩამოგიტყვები ახლა ვისაც უარს ვეტყვი, ანუ ყოველ დღე რო ამოვიღო ჩემი ტელეფონი, სასმელი, ანუ ეგეთი რაღაცები. არ დავასახელებ კომპანიას, ქუთაისი თბილისის მარშრუტზე ოპერირებს. ხო. ყოველ კვირას მის ავტობუსში მიზის 20 ადამიანი, მთხოვა რეკლამას თანხის სანაცვლოდ და უთხარი რომ ვერ გაგარეკლამე, იმიტომ რომ იმიტომ კი არ უზივარ შენ ავტობუსში რომ მომწონხარ, იმიტომ რომ უკეთესი გზა არ მაქვს. და როგორ თქვა შენზე კარგი ხარ მეთქი, როცა ადან ჰმდე არ მომწონხარ. აი მესმის ისეთი მიდგომაა, ძალიან გულახდილი და ჯიგრული, მაგრამ კომპანიებს რა დალევს მაგის თქმა მინდა. მე ვერ ვიპოვე. ერთადერთი კომპანია, რომელსაც სიამოვნებით ჯერ სიტყვა რომ დავამატო ჯერ ვერ ვიპოვე რა და მგონია რომ ვერც ვიპოვე, იმიტომ რომ მართლა აი ცოტა რთული ადამიანი ვარ, ვაღიარებ მაგას ანუ. ჩემში არის პრობლემა. არ არის პრობლემა, ეს არის ინდივიდუალური მიდგომა და აბსოლუტურად დასაფასებელი და ჯიგრული მიდგომა და გულახდილია. იცი რომ აი იმას ვერ მივცემ ხალხს, რაც მათ ჭირდებათ, მათი ყურადღება რომ მიიქციო რა. აი ხო ზუსტად ვიცი, აი მაგალითად ეხა რომ მომკლა, პინგვინის გზაზე ვერ გადამახვევინებ, იმიტომ რომ ჩემთვის ნებისმიერი პატარა მწიკვი შანსიც რომ ვიღაცა ჩემი ქცევით დაზიანდეს და ყურადი რა ან რას უყურებს ხალხი აი რაღაცა შენ ხა მე ჩავკაკომ რო გადაუხვია გზიდან? ხო, აი ბევრ რაღაცას და რაღაცას გაამართლებ. ოკეი, იმან გაამართლა რაღაცა თქვა, ბლა ბლა. არ დავიცავ, გულწრფელად გეუბნები, მაგრამ პროსტა იმდენად იდიოტია, კაი გაგებით, რომ გონია რომ მაგიტო არიზავდა. კაკომ ეს პროსტა გააკეთე, იმიტომ რომ ეგეთი ზაიობები აქვს და მაგითი კაი. ოკეი, მესმის, უბრალოდ მე არ მაგრამ ეგ მიდგომაც მესმის და შენი მიდგომაც მესმის. მე ეგეთი ზაიობები არ მაქვს, რომელიც ადამიანების ყურადღებას მიიქცევს რა. არა მაქვს, ანუ მე ვარ ადამიანი, რომელიც ვფიქრობ, რომ მე უნდა მოუფრთხილდე ყველა. პროფესიონალიზმი, რომელიც ანუ ეს ხო მილიარდი ნიშა არის. ვიღაცა
ასტირე იდიოტობით იპყრობს ყურადღებას, ვიღაცა გიადვალი სხვა რაღაცით იპყრობს, ვიღაცა სხვა რაღაცით, ანუ ნიშა რომელიც შენ გაქვს, იმიტომ ვიძახი. დავიწყე YouTube ვიღაცებისთვის საინტერესო იქნება. YouTube პროექტი დავიწყე და ბიოატოვის შუაგზაზე, რომელსაც ერქვა რა წავიკითხოთ და რას ვუყუროთ მოგზაურობამდე. და ჩემი ამოცანა იყო, რომ ადამიანებისთვის მერჩია, აი ვენეციაში რომ მიდიხარ, ძალიან დერსკია იდეა. რა ფილმი ნახო და რა წიგნი წაიკითხო და ამაზე მინდოდა მწერლებთან და სხვა მნიშვნელოვან და ესეთ კომპეტენტურ ადამიანებთან რაღაცები ჩამეწერა რა. არ არსებობს არც მსოფლიო ბაზარზე მსგავსი შემთხვევა, აი ესეთი რომ და რატო გაჩერდი? ჯარო ყურა რა ვიცი. შენ მოიცა პირველივეზე გინდოდა რომ მილიონი დაგედონა, ეგ არასწორი მიდგომა, და ოპესარ დისციპლინა. ხო, მესმის, მე დისციპლინა მაკლია ძალიან. ეს არის დისციპლინა, ხო, გასაგებია. ADHD მაქვს ამიტომ საჩემოა. ეს არის შრომა, რომელიც ხო ხდებია, რაღაცა მეერე გამოიღებს რა. აბსოლუტურად მესმის, უბრალოდ საჩემო მე ვერ ვიქნები მათ წარმატებული. ძალიან მომწონს ეგ გულწრფელობა. არ გეთანხმები, მოდი ესე ვთქვა, არ გეთანხმები მიდგომაში რაღაცა. მოდი ესე ვიტყვი ცხოვრების ამ ეტაპზე რა. ეგ ჩანამატები გააკეთე ხოლმე, ეგ კაი ჩანამატები. ოკეი. გაიცად შეიძლება რაღაც შეიცვალოს. ხო, იმიტომ კიდევ ერთხელ მე მაყურებელი ვიქნებოდი. ანუ აი გულწრფელად მე იმიტომ რომ მიყვარს მოგზაურობა, იმიტომ რომ აი ეგეთი ზაიობები მევასება, მე სიამოვნებით მოვისმენდი პროფესიონალისგან აი ეგეთ რჩევებს რა. ანუ მე გამომწერი ვიქნებოდი მოკლედ რა მაგის თქმა მინდა. ოკეი. მადლობა. პირიქით. მაგრამ დესერტი გვაქვს ესეთი. ტრადიცია ამ პოდკასტში. ეს არის რჩევები. ძირითადად არის პოპკულტურიდან ხოლმე რა. თუმცა ეს არ არის რაღაცა ფიქსირებული. შეიძლება იყოს წიგნი, შეიძლება იყოს სერიალი, ფილმი, ანიმე, მუსიკალური ნაშრომი, რავი, ძეგლი, რაც გინდა. რაზეც ფიქრობ, რომ ჩვენი მაყურებელი დროს რო დახარჯავს, მინიმუმ ესთეტიურ სიამოვნებას მიიღებს, პლუს მაქსიმუმ შეიძლება შემეცნებაც კონდეს. რიგრიგობით ვამბობთ, შენ სახელს ამბობ, მე ესე ვაკეთებ, აქ აფიშა ნათდება. მე მაგ დღეს ფილმები მოტანილი, შენ რაც გაგეხარდება. თან ანუ ძალიან არა კინომოყვარული ვარ, ანუ რაც გაგისწორდება რა. მე ურჩევდი ადამიანებს ცოტა ძველ ფილმს. დავაი, პირველი იწყებს სოფო. Summer Time ესე ქვია რა. ოღონდ ეხა სახელები არ მკითხო, სახელები და გვარები, ვინც გამზარდა, იმათიც აღარ მახსოვს ხოლმე ხან რა. ოკეი, Summer Time. მოიცა, სხვაგან წა შემოდგომის ლეგენდებზე რატო წავედი არ ვიცი, ვაფშე არც ერთ სიტყვა არ ემთხოვა. Summer Time, რატო მეცნობა? ძველი ძალიან ისეთი პოპულარული ფილმია და ძალიან ცნობილი მსახიობები არიან, ოღონდ არც ერთი სახელი არ მახსოვს. ულამაზესი ბატონი თამაშობს. თითქოს მეცნობა, მაგრამ კინკი დუგზე წავედი, არა, ის არის შემოდგომა, всё, მაპატეთ. ოკეი, მეც ანახავი მაქვს ესე იგი, მინიმუმ მე ხა უკვე ვნახე და აბატონო. პირველი რჩევა არის Summer Time. გახსენი ჟორიკო შენი დავთარი. ხალხო, მე მქონდა გუშინ ღამე კათარსისი. ეს იყო. ანუ შენ მომზადებული ხარ და მე მომზადებელი ვარ. ან რაოდენობით კონტენტს მოვიხმარ. ეს არის უკვე მარაზმში გადასული რა. ანუ ჩემი დღის რაღაცა რაციონი არის მინიმუმ 3 ფილმი, რაღაცა 5 ანიმე, რაღაცა მოკლედ. წიგნის გარდა ყველაფერი შენ მოგიკვდეს უტვინო თავი. ხანდახან წიგნსაც შევურავ ხოლმე. მოდი ესე ვთქვა, გუშინ მქონდა ვამონტაჟებდი რაღაცას და პარალელურად მქონდა მეორე მონიტორზე ჩართული. და წლევანდელი ოსკარის რაღაცეები რაც გამაზული მქონდა, მინდოდა ჩამერთ. მე ვნახე ფილმი, ეს არის Train Dreams. არ მოგსანა. არ ვიცი რომ ოსკარზე იყო, მაგრამ რა ქნა არ ვიცი, შეიძლება აიღო რა. რომელიც წლის ფილმია? აი ხლა წლევანდელია. მაშინ მით უმეტეს არ მექნა. რა გითხრათ ხალხო, ანუ აი დიდი ხანია, ანუ ბევრი წელია, მე ესეთი ემოციური, ანუ არაფერი არ გუშინ რამდენიც მე ვიტირე, ანუ რამდენი ჟღლინტიც მე უღვარე გუშინ, ჩემი ცოლი ოთახში შემოვიდეს მიყურებდა რომ ხომ შვიდო, ეს არის აბსოლუტურად მარტივი, ეს არის დრამა, მე-20 საუკუნის დასაწყისი, ერთი მეტყევის ისტორია. და ყველაზე გენიალური რაც არის ამ ფილმში, ეს არის სტორიტელინგი, როგორ გიყვება რეჟისორი, როგორც მთხრობელიც გამოდის, ტიპზეა, რომელიც არის მეტყევე, ძალიან გაჭირებული ცხოვრება ჰქონდა, შექმნის როგორც იქნა ოჯახს, ახლა ვარ დაგასპოილეროთ რა. ცოლი და შვილი ყავს და მიდის შეკვეთებზე რა. ანუ ამერიკა იზრდება, რკინიგზა გაყავთ, ანუ ვითარდება რა ამერიკა. აი ეგ ეპოქა არის, მე-20 საუკუნის დასაწყისია, უკვე რაღაცა სერიოზული ამბები იწყება და ეს ტიპი აცდენილია ამ ყველაფერს, ანუ ტყის იქით არ გასულა. და ფილმი როგორ ვითარდება და როგორი ფინალია ხალხო, ანუ მოვიცელე მთელი ღამე ვფიქრობდი, ანუ ხო გავთიში ვიტირე რაღაცა, ჩემს უცხარე მშვიდობა მოვიწყდა წეკითხა, აი მთელი ღამე ვფიქრობდი, რომ ეს რა ვნახე, რა პარალელებია, უბრალოდ იმდენად კვანძი შეკრა ისეთია, რომ პირდაპირ სპოილერი გამომივა. რო არ დაგასპოილეროთ,
ეს არის შედევრი, რომელიც დიდი ხანია, წელიწადში 2-3 თუ გადაიღებენ ესეც, ესე კაი წელია ხოლმე. ჩემი პირველი რჩევა იყოს Train Dreams, ანუ მატარებლის სიზმრები. ალბათ. მეორე. რა მთელი ეს დრო ვფიქრობდი რამე ფილმის სახელს, ანუ სცენარი ყველაფრის მახსოვს, მაგრამ სახელები არ მაქვს. და დაახლა შეგიძლია სიუჟეტი მithყო დაგეხმარო იქნებ მე. მე ზოგადად ეხა დრამა რო თქვი რა, იმდენად დრამა ცხოვრება, მაგრამ დრამას ვერ უყურებ, ანუ არ მიყვარს. დრამა მძიმე საყურებელია ძალიან, მაგამ ბავში რა. მირჩენია ხოლმე მე ჩემი ჟანრი არის კომედიური ჟანრი და სერიალი რო ვთქვა, ჩემი საყვარელი სერიალი. რაც გაგეხარდება. მე მგონია რომ ყველა ადამიანს უნდა ნანახი კონდეს Friends მეგობრები. გიждები სუ ჩართული მაქვს მუდმივად, რაც პირველად მაიძულეს და ვუყურე და სულ უყურებ. ანუ არ დამთავრებულა რა, დავამთავრებ, ახლა დავიწყებ. აი იცი როგორ სერიალია, რამდენიც არ უნდა აქ რო საკმარისი არ არის რა. ეს არის რაღაცა კულტურული ღირებულება ალბათ ამერიკის. ბაზარი რა დავამატო. გენიალური. რამდენი რამეა შიგნით სავსე და გენიალური არტისტები და მოკლედ. გენიალური სერიალი Friends-ი. მაშინ მაკალიფშივე გამოყვები მეორეს, მე ვიტყვი ეს ბრიტანულია ორიგინალი, თუმცა ორიგინალი ძალიან მაგარია, მე ამერიკული მირჩევენ. მაშინ მე Office ვიტყვი. არის ესეთ სერიალი. Office დავიწყე და ვერ დაუმოყავ. რომელი ამერიკული დაიწყე თუ ბრიტანული ძალიან კარგი. მე მაქვს უაზრო ხასიათი, მაგალითად მგონია რომ ვუღალატებ Friends, ეხა რამე იგივე ჟანრის სერიალი. რაღაცა რო ნახო. აი როგორ ვუდგები, იცი, აი ძალიან ისე მინდოდა თან დავიწყე და აი ხვდებოდი რომ ძალით შვებოდი რომ არ მომწონებოდა რა. არა, ჟანრობრივად მაინც ის სიტკომია, Friends-ის სიტკომია, ეს არ არის თლაც სიტკომი, ხერხი და სტილისტიკა აბსოლუტურად. მოკლედ, ნუ მე ვთვლი რომ Office არის ჩემთვის ყველაზე საყვარელი სერიალი კომედიური, რაც კი მინახავს, ოღონდ ორივე კარგია, მაგრამ მე ხა ამერიკულს ვიტყვი. ვისაც არ გინახავთ, ნუ რა გითხრათ, აი Friends-ი ხო არის? არანაკლები 8 წლით ბევრად დიდი Friends-ი არის, უნდა ვაღიაროთ, მაგრამ ნუ არანაკლები ამბავია. ჩემი მეორე იყოს ამერიკული Office-ი, თუმცა ბრიტანულსაც გადახედეთ, ორიგინალს ძალიან კლასნია. და მესამე. აი, სახელი არ მახსოვს, ეხლა მაშინ მოგიყვები. დავაი სიუჟეტი და სახელს მე მოგაწევი, თუ გამახსენდა. უყურე, ჯიმ კერი თამაშობს. სტუდიაში იწერება მთელი ფილმი და არის გმირი ფაფიტის რო არის? არა, მოიც. შენ Truman Show-ს იძახი. გენიალური. ბრავო. ძალიან მომეწონა, მეც ქერჩევით უყურე და ძალიან ეგ არის შედევრების შედევრი. ანუ Truman Show ალბათ არის, ნუ რა. და ნანახი არ მქონდა წელს. მართლა? ზატო პირველად ნახვის სიამოვნებაა. ძალიან დარწმუნებული ვინც ხო გვისმენს, ბევრს არ იქნება ნანახი რა. ეს არის თითზე ჩამოსაცვლელი ჯიმ კერის დრამა კომედიებიდან, ანუ ერთ-ერთი მარგალიტი რა. ეს არის საოცარი ფილმი, როდესაც ტიპი ცხოვრობს რეალიტი შოუში და არ იცის. საოცრება იყო. საოცრად თამაშობს, გენიალური არტისტები, ძველია და 30 წლის წინანდელია. მომენტები, აი, უცებ რეკლამები რო შემოდის და ის რო თავისთვის გაგიჟებული და ცოლის უცებ რეკლამები და ის რო ხიხელტებს მომენტს და რაღაცის რეკლამას აკეთებს. აი, ხნაში რო ჩხუბი აქვს და უცებ რო ფქვილის თუ რაღაცის რეკლამას აკეთებს და ფინალი, გენიალური ფინალი. მოკლედ, რა დავამატო, სუპერ რჩევა იყო. Truman Show და ჩემი მესამე იყოს იმ დროს ფიქრობდი, რომ ეკითხებიან შენი საყვარელი დრამა რა არისო? სულ დაუფიქრებლად, რატომღაც დრამას ოღონდ რა, ვამბობდი Schindler-ის სიას, რომელიც ნუ ძალიან მიყვარს, მაგრამ მე მივხვდი, რომ ბიჭო, Schindler-ის სია ხო ძალიან მიყვარს, მაგრამ უფრო იმოქმედა ალბათ მძიმე თავის დროს, თორე სიყვარულით, აი ესე გულწრფელი სიყვარულით რო ავიღო, არის დრამა, რომელიც ალბათ ყველა ფერზე მეტად მიყვარს. იმ დღეს უყურებდი იმ მაგაზე შეფასება ამოტვირთვით, რომ მეთქი ამაზე რატო არ ვამბობ რა. ეს არის რობინ უილიამსი თუ რობი უილიამსი, არამერიოს მუსიკოსი, რომელიც მსახიობი რობი უილიამსი, 2000-იანები და ძალიან ისეთი ტრაგიკომედია ერთგვარი რაც მოხდა რა. ფილმი რაზეც არის, ისე დაამთავრა ამ ადამიანმა სუიციდით, ვიცით ამ მსახიობმა, იმიტომ რომ დემენცია ეწყებოდა და ნუ ვეღარ გაუძლო ამას და მოკლედ თავი ჩამოიხრჩო რა, თუ სწორად მახსოვს, მაგრამ ფილმი არის ამაზე. საით მივყავართ ოცნებებს. ეს არის აბსოლუტურად გენიალური. ეს არის ისტორია, როდესაც ტიპს დაეღუპება ჯერ შვილები და მერე თვითონ მოკვდება. და იღვიძებს ერთგვარ რაღაცა გაუგებარ ადგილში, არც განკითხვის ჟამია, არც ჯოჯოხეთია, არც ამოთხია და ხვდება გიდი. გიდი, რომელიც ეუბნება, რომ მე ხა ვიქნები, აი ამ სანამ შენ დაალაგდები და მიხვდები, რომ მოკვდი და ასე შემდეგ შენი დამხმარე. და იმ სამყაროდან უყურებს ცოლს, რომელიც მხატვარია და რომელიც ამ მთელი ოჯახის დახოცვის მერე გაგიჟდება. და მოკლედ, ეს არის ფილმი,
რა გითხრათ, მე ამაზე დიდი დრამა მე ხვდები რომ არ მინახავს. ეს არის რაღაცა მე ცდილობს რომ ეს ქალიც თავს იკლავს, ანუ მთელი ოჯახი კვდება და ეს ადამიანი ჩადის ჯოჯოხეთში რომ ამოიყვანოს მისი სული. რაგი, ან მხატვრობა, ან არტისტები, ან მესიჯ ბოქსი რაც ამ ფილმში დევს, ან მუსიკა. ამაზე დიდი ჩემთვის მივხვდი, შინდლერმა გადაიწია მეორე ადგილას, ამაზე დიდი დრამა ჩემთვის არ არსებობს. თან კიდევ ერთხელ ვძო, ვინცაც ეს არტისტი გვიყვარს და ალბათ ყველას უყვარს, ცუდად და საინტერესოდ და სევდიანად იმეჩება მის რეალურ ცხოვრების ფინალთან, რა, ის message box-ი, რასაც ეს ფილმი ატარებს. მესამე ჩემი რჩევა, რადგან ესეთი დერსკი ფილმი დატოვა, ეგეთივე კალიბრის მინდოდა დამეტოვებინა, საით მივყავართ ოცნებებს. აბათ, სოფო, უღრმესი მადლობა. ძალიან გაასწორა, ძალიან ვისიამოვნე. ბევრი რაღაც გავიგე. ბევრ რაღაცაზე დავფიქრდი. იმედია მოხოდავ რაღაცებს და რაზეც თქვი რომ დისციპლინა ესაო რაღაცები, იმიტომ რომ საჭირო სფერო არის და საჭირო ცოდნა, რომელიც გაასწორებს რომ ბევრს გაუზიარო. თუ კი რაიმე შემეძლება დახმარება, ხაზზე ვარ. Always welcome podcast-ში რამე გექნება სათქმელი, კარი ყოველთვის ღია არის. ერთ სიტყვით წარმატებები შენ და შენ საქმიანობას რა. ასევე მადლობა, დიდი ბევრი სპონსორი. ამინ. ყველას ეგ. თქვენ რა გითხრათ? მადლობა რომ ჩვენთან ერთად გაატარეთ ეს საათი, ნახევარი, 2 საათი, არ ვიცი რამდენია, მაგრამ მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავით. შეგახსენებთ არხის გენერალური სპონსორი კონტენტის სადგენი აჭარაბეთია. ეს პოდკასტი დაიდო თვის მარტია უკვე, ესე იგი ტაილანდი დაიდო ერთი მეორე რამდენად დაიდო არ ვიცი, თუ არ დაიდო დაელოდეთ, ეხა დაიდება მალე და მესამე ეპიზოდიც დაიდება. ტრადიციულად სულ ყველას გაკოცეთ ისერში. არა, სერიოზული პოდკასტი.